ჩვენი მე მგონი დავიწყეთ ჩაწერა. ხო, როგორც ვქვი, დღეს ვიქნება NLP-ში შესწავლის პირველი ლექცია. ეონერი თემა იქნება ძირითადად სტატისტიკური მეთოდებით. როგორ ხდებოდა და ხდება დღესაც ტექსტის დამუშავება, იმიტომ რომ აქამდე სავარაუდოდ კურსის განმავლობაში გვილაპარაკია მხოლოდ რიცხობრივი მონაცემების დამუშავებაზე, ან ნეირონული ქსელებით ან ნებისმიერი სხვა მოდელით. და ბოლო პერიოდი იყო, როცა ეს ვიჟენის ტასკები შემოვიდა, ვიჟენისთვის სურათი არის ინფუტი. სურათი შეიძლება იყოს კიდე აუთპუტი და სურათიც რაღაც ესე ფიქსირებული ცხრილის ფორმატია, რომელიც რიცხვებს შეიცავს რეალურად, როგორც ჩვენ სურათის რეპრეზენტაციას ვაკეთებთ ციფრულ სივრცეში, არის რაღაც ორგანზომილებიანი ან სამგანზომილებიანი თუ ფერადი სურათია. ცხრილი მატრიცა და შეინტერესებია რიცხვები და ტექსტზე, ანუ აქ იგული რიცხვებმა ჩვეულებრივ ინგლისური ტექსტი, ქართული ტექსტი, რაღაც წერილობითი ან მეტყველების. მათზე აი ამ რაღაც რიცხვითი მანიპულაციების კეთება და როგორ გადავთარგმნოთ ისინი რიცხვებში, არ არის ძალიან ტრივიალური ამბავი. შეიძლება რაღაც ბოლო პერიოდში რო აქტუალური გახდა ეს დიდი ენობრივი მოდელები, ChatGPT ეგეთი ტექნოლოგიები უფრო და უფრო მეტად საყოველთაო გახდა ერთწოდნა. რომ აი რაღაც სიტყვებს როგორ აგიქვამენ მოდელები. და როგორ გამოვჩინა არსი, მაგრამ აქამდე უფრო მეტად რაღაც ეს ექსკლუზიური იყო და ხალხი რომელიც მუშაობდა ამ ბუნებრივი ენის დამუშავებაზე, როგორც წესი, რადგან დიდ სტატისტიკასა და მათემატიკასთან იყო დაკავშირებული, მოკლედ ეს მიმართულება ცოტა მეტად ბუნდოვანი იყო და უფრო მათემატიკური განსაზღვრავები ჰქონდა რაღაცებს. ტექსტის აღქმა და რაღაცნაირად გაათარგმნა რიცხვებში. ხო, მოკლედ დღეს განვიხილავთ ისეთ მოდელებს, რაც პრინციპში დიდად ალბათ პირველი ინტუიციური რაღაც მიდგომა, რომელიც შეიძლება იფიქროთ, რომ მოდი ესე გავაკეთოთ რაღაც, ესე ვცადოთ, რომ ან ტექსტი დავაგენერიროთ, ან ტექსტიდან შინაარსი გამოვიტანოთ. ეგეთ მიდგომებს განვიხილავთ და ნაბიჯ-ნაბიჯ ყოველი შემდეგი ლექცია უფრო და უფრო გართულებული ტექნიკა იქნება. და თითოეულ ლექციაზე განვიხილავთ რაღაც შემდეგ აგურს, რომელზეც შენდება ეს მთელი ბუნებრივი ენის დამუშავების ტექნიკები, რამაც დღევანდელობამდე მოგვიყვანა. როცა ფაქტიურად რა ნებისმიერი ბუნებრივი ენის დამუშავების ამოცანა შეგვიძლია გადავჭრათ ChatGPT-სნაირი მოდელის გამოყენებით, აღწეროთ მაგალითად მოცემულია ტექსტი და გადამითარგმნე, მოცემულია ტექსტი და შემიჯამე, რაღაც შემთხვევაში რენდომ კითხვა დაუსვათ მაგალითად დიდგორის ბრძოლოდის მოხდა და იმას ვიპასუხოს, რომ დიდგორის ბრძოლა მოხდა ამ თარიღში. ამას დაემატა ის, რომ არა მარტო ტექსტი არის ინფუტი და ტექსტი არის აუთპუტი, შეიძლება სურათი იყოს ინფუტი და ტექსტი აუთპუტი, ან ტექსტი იყოს ინფუტი და ვიდეო ან თქვა რაღაც აუდიო აუთპუტი. ხო, აი ამ რაღაცა ეს იქნება საბოლოო მიზანი როგორ უახლოესი ტექნოლოგია, რასაც დღევანდელობაში ვიყენებთ. მაგრამ იქამდე რა გზა გავიარეთ? ეს იქნება დღევანდელი ლექციის, ასე ვთქვათ, საწყისი ნაბიჯი იქნება დღეს. კაი. ჯერ ჩამოთვლი რა ამოცანებია ამ NLP-ში ზოგადად, ანუ ბუნებრივი ენის დამუშავებაში. ანუ იმით დავიწყოთ, რომ რაც ეხლა ჩამოთვალე თქვათ, რა წარმოგიდგენიათ, რომ არის ბუნებრივი ენის დამუშავება, რანაირი ტასკებია და აი რაღაც ეს სფერო თვითონ რას მოიცავს. მე თქმა უნდა, აი ვერსიებს გავთ. ანუ ნებისმიერი ამოცანა შეგვიძლია თქვათ. რამდენიმე ჩავუთვალე მაგალითად თარგმნა არის ბუნებრივი ენის რაღაც ნაწილი ინგლისურიდან ქართულად თარგმნა. ან ტექსტი არის მოცემული და იმის შეაჯამო, გადაწერო, სხვანაირად გაამარტივო. ოკეი. სენტიმენტის ანალიზით შეიძლება შევიდეს აკა text to speech to text. ნუ speech to text არა? Speech to text-ის კი. ეხლა რაღაც ძირითადად აქცენტი ქონდა მაინც ტექსტი როცა არის ინფუტი ეგეთ ვარიანტებში. იყოს დამატე შეგვიძლია. ანუ speech-ის, ანუ თვითონ voice-ის დამუშავება და ეგ ამ NLP-ის თავში შედის თუ ცალკე ის არის, ანუ დაახლოებით კი გავიგე კითხვაზე პასუხი, მაგრამ თვითონ ანუ შედის, რასაც ახლა გავიგე თუ ცალკე ის არის. ცალკე
დღეს რაზეც ვილაპარაკებთ ის კონკრეტულად ტექსტზე არის ან რაღაც ტექსტურ ტექსტზე და არა აუდიოზე. მაგრამ აი ესე ცალკე აღებული ამოცანა თქვათ ტრანსკრიფციის აუდიო არ ინპუტი და ტექსტი იყოს აუთპუტი თქვათ. ეგეც ნუ გადაფარვა აქვს მაგას თქვათ რაღაც სიგნალების დამუშავებასთან და უნდას რაღაც კომპიუტერ ვიჟენთან. მაგრამ კი NLP-ის ნაწილიც არის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბუნებრივი ენა არის ნებისმიერი ენა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანები და ის როგორ დავამუშავოთ და ეს დამუშავებაში შეიძლება იყოს აი როგორც ახსენეთ რაღაც კლასიფიკაცია, მაგალითად რა ასაკის ადამიანი ლაპარაკობს. შეიძლება ესეთი ამოცანა შემოღებოთ. ან რაღაცა ტექსტი წერია Amazon-ის review თქვათ და ის დადებითი სენტიმენტისაა თუ უარყოფითი. ამას მოეწონა review და თუ არ მოეწონა. და კი მათ შორის ისიც რა აუდიოსთან დაკავშირებული საკითხებს. რა ის ძალიან სასახა გაყოფა არ არის რომ ამ ხაზის აქეთ არის ყველაფერი NLP და იმის იქით და თანაკვეთებიც არის. მაგალითად ხარ ვთქვი. ხო, ანუ ნებისმიერი ეგეთი ამოცანა, რასაც გვინდა ტექსტიდან რაღაცნაირი ტექსტთან დაკავშირებული მოდელები აგება. შეიძლება იყოს ტექსტის გაგრძელება, სენტიმენტის ანალიზი, რაღაც ტიპის კლასიფიკაცია, თარგმნა, გვაქვს მაგალითად რაღაც ძებნა, აი Google search-ი როგორც მუშაობს, როგორ მოვზებნო რაღაც დიდ დოკუმენტების სიაში, ჩემთვის ასურველი დოკუმენტი. აუდიოს დამუშავება, და ხო, შეიძლება რაც გამომჩალბათ ესე დიდი არის, დაუშვათ დიდი რაოდენობის მონაცემები მაქვს, მაგალითად ავიღოთ ნიუსები. რამდენიმე 100,000 ნიუსი მაქვს და მინდა დაჯგუფება თემატიკის მიხედვით. რაღაცა კლასტერიზაციის ამოცანა რაც არის. ეს ყველაფერი ან ნებისმიერი ისეთი ამოცანა, რასაც აქამდე გავაკეთებდით რიცხვით მონაცემებზე, იგივე რომ გავაკეთოთ რაღაცნაირად ტექსტზე. ეს არის ესეთი ამოცანას მოგიფრთხილოთ ყველაფერი NLP-ის ნაწილია. აი. და პირველი დღესაც შევეხებით, პირველი ესეთი ამოცანა არის ტექსტის მოდელირების ამოცანა. იმიტომ რომ რა სირთულეებია ეს რაღაც მოცემული ტექსტი რო გვაქვს, თქვათ რაღაც ტექსტური სტატიას უყურებთ, იქიდან რომ აზრი გამოვიტანოთ და ადამიანები არ ვართ და ვწერთ რაღაც ალგორითმს, რომ აი რაღაც ის ტექსტი თქვათ დადებითი სენტიმენტისაა თუ უარყოფითი. რა შეიძლება გავაკეთოთ? თქვათ შეიძლება ჩამოვწეროთ რაღაც სია დადებითი მნიშვნელობის ტექსტების სიტყვების ბოდიში რაღაც კარგი, მშვენიერი, ბედნიერი, ასე შემდეგ. და აქეთ ცუდი მნიშვნელობის სიტყვები და მე ვნახოთ აი კარგი სიტყვები უფრო მეტია თუ ცუდი სიტყვები უფრო მეტია. თუ ვხვდები ესეთ მაგალითზე სანდროსთან ერთად კონტაქტ ლაპარაკი. შეიძლება ძალიან სიტყვა თვითონ ძალიან უფრო დადებითი მნიშვნელობის მატარებელი იყოს. რა ძალიან კარგი, ძალიან მშვენიერი, ძალიან დიდი ასე შემდეგ. ან ძალიან გამიხარდა. მაგრამ ასევე ესეთი რაღაც სიტყვა ძალიან შეიძლება მოდიფაიერი იყოს ცუდი სიტყვისას პირიქით. ძალიან საშინელი ფილმი იყო. ამიტომ ეგეთი მიდგომები რა თქმა უნდა არსებობს. და ყველაზე პრიმიტიული მიდგომა ეგ არის, ანუ რაღაც შეგვიძლია გავზომოთ და ვნახოთ იგივე კლასიფიკაციის ამოცანაზე რამდენად კარგად იმუშავებს. მაგრამ ხო პრობლემა უკვე ჩანს, რომ ტექსტი იმდენად მოქნილი კი არა და მოქნილი სტრუქტურაა, რომ აი ეს უნიკალური სიტყვების კომბინაციები შეიძლება სხვადასხვანაირად გვაძლევდეს საერთოდ და თუნდაც რო ავიღოთ ერთი და იგივე ასოების მქონე სიტყვები, მაგრამ ոչ ერთი და იგივე ასოები ხდება, საერთოდ არა აუცილებელი რომ ეს სიტყვები ერთი და იგივე მნიშვნელობას ატარებდეს. რაღაც სიტყვა ძალიან და ძაღლი ასოები ძალიან გავს ერთმანეთს, მაგრამ არაფერი კავშირი არ აქვს შინაარსით. ხო, ამიტომ აი ეგ არის ზუსტად ის ნაწილი, რაც ართულებს ამ ბუნებრივი ენის დამუშავებას, რომ მაინდა-მაინც სწორი ინტუიცია არ აქვს, როგორ შეიძლება სიტყვა ასოებზე დაკვირვებით, ან თქვა სიტყვაზე დაკვირვებით, თვითონ ფორმაზე დაკვირვებით, რაღაც აზრი გამოვიტანოთ აქედან. მაგრამ ნუ დღეს ვნახავთ რომ რაღაც მიუხედავად მაგისა, მაინც შეგვიძლია რომ რაღაც მარტივი ამოცანა გადავჭრათ მაგითი და ეს ამოცანა იქნება ენის მოდელირების ამოცანა. ზოგადად ენის მოდელირების ამოცანა არის მოცემული რაღაცა ტექსტი, მაგალითად ერთაბზაციანი ტექსტი, მაგრამ რამდენად ალბათურია იმ ტექსტის არსებობა. ანუ ის გამართული ტექსტია თუ გამომართავი ტექსტია, რამე აზრიანი წერია შემით თუ უაზრო რაღაც რენდომ სიტყვებია ჩაწერილი. და კარგი მოდელი იქნება ისეთი მოდელი, რომელიც გამართულ სწორი შინაარსის ტექსტს მაღალ ალბათობას მიენიჭებს და თუ რაღაც რენდომ სიტყვები დავწერე, ან თქვათ რაღაც გრამატიკულად გამომართავი ტექსტი დავწერე, იმის ალბათობა დაბალი იქნება, იმიტომ რომ აქ ამ შემთხვევაში ალბათობა არის, აი ესეც ცოტა პირობითი აღნიშვნა,
აი რამდენად ალბათურია რომ ეს ტექსტი მაგალითად ესე შევხედოთ რომ ადამიანმა თქვას რაღაც ტექსტები იქნება რომელიც მაღალ ალბათურია იმიტომ რომ გამართული ტექსტია და ბევრი ადამიანი ამას ამბობს და გამომართავი იქნება თუ გამომართავია მაშინ დაბალი ალბათობა იქნება რა ეს ამიშინ არის და რა აქაც უკვე პრობლემას ვხდებით იმიტომ რომ მოდი ხა გავაზიარებ მე ეკრანს ამ language modeling-ის და გავუვართ დღეს გამოვიყენებთ ხო აღარ მითხარით თუ გამოჩნდება ეკრანი დიახ ჩანს ეს სტატია უნდა იყოს ხო ამ სტატიას გამოვიყენებთ თქვენ ერთ-ერთი NLP-ის კურსის სტატია და ძალიან კაი ვიზუალიზაციებია და ხო ანუ language modeling-ის ამოცანაზე უკვე ვისაუბრეთ რა ამის ერთ-ერთი გამოყენება არის მაგალითად web search-ის დროს რაღაცას რო წერთ auto-complete რო ხდება ან იგივე message-ის აკრეფის დროს რაღაც ტექსტს დაწერას ვიწყებს და ის ავტომატურად ცდილობს დაგვეხმაროს და გვეზარება ბოლომდე ტექსტის შეყვანა დაამთავროს სავარაუდო ტექსტებით. ანუ ისეთი დასაჭროს მაგალითად მენდოვებოდა. კიდე არის ხო ეს მაგალითად auto-complete რო რაღაც ტექსტი დავწერე შემეშალა ერთი სიტყვა და ნუ მისწორებს იმ სიტყვას სავარაუდოდ უფრო სწორი სიტყვით. ეს მაგალითია. ისე ან ალტერნატიული სიტყვები რაც შეიძლებოდა მომგენებია ხა ეს ცოტა ბუნოვანია cat ორი თუთი დაწერილი შეიძლება t ასოთ და r ახოს არის კლავიატურაზე ნუ ორივე მაგათგან შევძლებთ. მოკლედ ეს ისეთი ამოცანებია რაც ნუ განსაკუთრებით ხა ამ LLM-ების ტექნოლოგიასთან ერთად უფრო და უფრო ხშირად ხდებით. ანუ ვილაპარაკეთ რატო არის ადამიანებისთვის მარტივი გასაგები, იმიტომ რომ ვიბადებით უკვე შეგნებული ცხოვრებიდან უკვე ენა ვიცით და გვესმის, მაგრამ მანქანებისთვის იმის გამო რომ მაინდა-მაინც ლოგიკურ აზრს და წესებს არ ემოჩილება ბუნებრივი ენა, ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ერთი და იგივე მსგავსი ასოების მქონე სიტყვები სხვადასხვა მნიშვნელობას ატარებს, რთულია მანქანებისთვის რომ გაიგონ ან აზრი გამოიტანონ. და გვინდა ხო ესეთი რაღაც ფრეიმვორკის აშენება, როგორც კლასიკურ რაღაც machine learning-ის ამოცანებში ქონდა რაღაც სემპლები, data point-ები და ამ data point-ების გვინდოდა თქვა რაღაც ალბათობების გამოთვალა, რა არის ალბათობა, რომ მაგალითად ეს სურათი იყოს ძალიან კატა. იგივე რაღაც გაკეთება გვინდა აქ, ოღონდ ეს მაინდა-მაინც კლასიფიკაციის ამოცანაზე არა, language modeling-ის შემთხვევაში ეს არის მოცემული ტექსტი რამდენად გამართულია ან გაუმართავია. მაგრამ აქ ვხვდებით ეგრევე იმ პრობლემას, რომ წარმოგიდგენთ, რამდენი კომბინაცია შეიძლება ამ სიტყვების არსებობდეს ბუნებრივ ენაში. აი მაგალითად ამ მოცემულია რაღაც წინადადება. და იმ შემთხვევაში თუ რაღაც დასატრენინგებენ მომოცემებზე ზუსტად ესეთი კომბინაციის ტექსტი არ შეხვდა, რა ტექსტიდანაც ვისწავლეთ, იქ ესეთი ტექსტი არ წერია. დამბუნებრივი რაღაცა. მოგვიწევს რომ ამ ტექსტს მივანიჭოთ ალბათობა 0. იმიტომ რომ არ მინახავს ესეთი ტექსტი საერთოდ, მაგალითად იგივე შემთხვევა რაც ძაღლის და კატის კლასიფიკაციის მოდელი მაქვს და ნახე შეხვდა რაღაც სპილოს სურათი. და სპილოს სურათიც სურათია, მაგრამ არც ძაღლია, არც კატაა და განსხვავდება ტრეინინგ დატიდან, ამიტომ რაღაც მისი ალბათობა 0 უნდა იყოს. უბრალოდ ამას ის პრობლემა ემატება, რომ ტექსტი ესეთი ასე ვთქვათ, ჩავთეთრი ამოცანა არ არის. ტექსტი შეიძლება იყოს ნებისმიერ თემაზე და ამიტომ ამის გამო ეს ნებისმიერი თემა იწვევს ზუსტად აი ამ რაღაც დაბალი ალბათობების პრობლემას, ან ნულოვანი ალბათობების პრობლემას. ზუსტად ტექსტი თუ ტრეინინგ მომცემში არ მინახავს, უნდა მივანიჭო ამას ალბათობა 0, რაც მაინდა-მაინც სწორი არ არის და გვინდა რაღაც ისეთი ტექნიკები, რომელიც გაგვიმარტივებს ამ პრობლემას. და ხო, ამისთვის ეგეთი რაღაც მათემატიკური ხრიკი არის, რომ რეალურად ჩვენ გვინდა დათვლა ალბათობის, აქ წარმოგიდგენთ ეს ალბათობა y1, y2, y3 ასე შემდეგ არის სიტყვები და რაღაც ამ სიტყვების მიმდევრობის ალბათობა რა არის, ამის შეფასება გვინდა. და შეგვიძლია ეს ალბათობა გავშალოთ პირობითი ალბათობების დამრავლად. აი მაგალითად რა არის ალბათობა იმისა, რომ დაგენერირდა პირველი სიტყვა, ის კონკრეტულად ის სიტყვა, რაც ამ ანიმაციაზე ჩანს. I saw a cat on a mat. ეს არის წინადადება და ამის ალბათობას ვითვლით. ჯერ არის ალბათობა რომ პირველი სიტყვა ყოფილიყო I, შემდეგ იმის პირობით რომ პირველი სიტყვა I იყო, რა არის ალბათობა რომ so მოდის მას მერე
ეს ალბათობა გამრავლებული იმის ალბათობაზე, რომ მაქვს უკვე მოცემული ISO და მაგის მერე რომ მოდის სიტყვა და ასე შემდეგ. ანუ ეს პირობითი ალბათობების ნამრავლად. ესეთი გამარტივება ხდება. ეს მათემატიკურად გამართული ეს პირობითი ალბათობის ფორმა მარტო ის შემთხვევაშია თუ ეს ალბათობები დამოუკიდებელია თორსა. ამიტომ ხო ეს გამარტივება ხდება chain rule-ით. chain rule ქვია. და ამით შეგვიძლია ჩვენ წარმოგიდგენთ ნებისმიერი ტექსტის მოცემული ტექსტის პირობით შემდეგი სიტყვის გენერირება. ანუ თქვა შემდეგი სიტყვა რა უნდა იყოს, რომელიც თქობია მეტად ალბათობითური და რომელი ნაკლებად. და ამით უკვე შეიძლება რაღაცა წარმოდგენა შეგვექმნას რანაირად გადავჭრათ ეს პრობლემას. რომ რაღაც მოცემული ტექსტების ალბათობა 0 არ იყოს მაინდა-მაინც. თუ ამ პირობითი ალბათობების ნამრავლად დავშლი ახლა ტექსტში და სატრენინგო ტექსტში მაგალითად სიტყვა they შეხვდებოდა, ამიტომ ამას არანულოვანი ალბათობა იქნება. მაგრამ მის მერე სავარაუდოდ შეხვდებოდა რაღაც მეორე სიტყვა მოკლედ. და ასე შემდეგ. ანუ შეფასება მთლიანი წინადადების ალბათობის მაინდა-მაინც exact matching-ით კი არ მომიწევს, რომ აიყო ალბათობა, რომ მაინდა-მაინც ეს ტექსტი შეხვდა სატრენინგო მონაცემებში. არამედ ასე რაღაც პატარ-პატარა პირობით ალბათობებად შემიძლია დავყო, თითოეული პატარა ალბათობა შევაფასო და ერთმანეთზე გადავამრავლო იმისთვის, რომ მთლიანი ტექსტის ალბათობა მივიღო. ამას ქვია conditional language modeling. ანუ პირობითი ენის მოდელები. და ეს მუშაობს რაღაც language modeling-ში, ანუ ამ ამოცანაში მოცემული ტექსტი გამართულია თუ არა, კი არა, მოცემული ტექსტის ალბათობა რა არის. ნებისმიერი მოდელი ამას აფასებს. რაღაც სასტარტო პრეფიქსული ტექსტის მერე შემდეგი სიტყვის მოსვლის ალბათობა რა არის. და თუ გვინდა ტექსტის გენერაცია, დავსემფლავთ იმ შემდეგი პოტენციური შემდეგი სიტყვების ალბათობის განაწილებაში დავსემფლავთ. მაგალითად ამოვიდა ამ შემთხვევაში ISO I cat ის შემდეგ. მაგალითად ყველაზე მეტი ალბათობა ქონდა სიტყვა ons, მივამატებ ons და გადავალ შემდეგი სიტყვის გენერაციაზე. და ესე შემიძლია მივიღო ესე იგი ტექსტის ენის მოდელიდან რომელიც აფასებს მოცემული ტექსტი რამდენად ალბათურია მაგ მოდელს შემიძლია დავაგენერირებინო ახალი ტექსტები ზუსტად ამ პირობითი ალბათობის chain rule-ის გამოყენებით ასე ვთქვათ. აქამდე ხო არ არის მეკითხვა. ცოტა პირდაპირ გადავხდით language modeling-ის ამოცანაზე. ვარ შენიერია შეგვიძლია გავაგრძელოთ. ნუ აი ზუსტად ეს არის აქ ანიმაციაზე ნაშრომები, როგორ შემიძლია დავაგენერიროთ თქვა ახალი სიტყვები. ისევ ამ შემთხვევაში არ აქვს საუბარი კლასიფიკაციაზე, ტექსტიდან შინაარსის გამოტანაზე და იმით თქვა ან შეჯამების დაწერაზე მაგალითად ტექსტის. აქ არის მარტივი ამოცანა, რომ მოცემული გვაქვს ტექსტი, გვაინტერესებს ამის ალბათობა და თან ამასთან დაკავშირებული ამოცანა აღმოჩნდა, რომ იგივე მოდელის გამოყენებით შემიძლია ახალი ტექსტები შევქმნა, რომელიც მსგავსი იქნება სატრენინგო მონაცემებში. შვენიერი. და ეხლა გადავალთ პირველ ისეთ მოდელზე, რომელიც პირველ ისეთ ენობურ მოდელზე, რომლისთვისაც მაინდა-მაინც არ არის აუცილებელი, რომ გადავჭრათ პრობლემა თითოეული სიტყვა რას ნიშნავს. და ტექსტის გენერაციის დროს მნიშვნელობა იმას კი არ მივაქციოთ, რომელი სიტყვა რას ნიშნავს, რომ მაგალითად ზმნის მერე მოდიოდეს არსებითი სახელი. ან რამენაირად გრამატიკული წესების გათვალისწინებით ვეცადოთ, რომ სწორი სიტყვები შევარჩიოთ. არამედ უბრალოდ წმინდად სტატისტიკური დაკვირვებით ავიღოთ ძალიან დიდი რაოდენობის ტექსტი. ეს ძალიან დიდი რაოდენობის ტექსტი შეიძლება იყოს მთელი ვიკიპედია. და გისმენ. აი ამ ანიმაციაზე ხარ რო უყურებ რა, ანუ ზოგიერთ დაბალ ალბათობიან იმასაც იღებს რა, აი დისტრიბუციაში რაც განაწილებულია და ანუ ეგ იმის გამო არის რომ წინა კონტექსტში რაც იყო ეგ სიტყვა მაგაზე, მაქედან გამომდინარე ადგენს თუ რაღაცა გარკვეული ის არის რამე მეთოდი რომ ეგრე შედარებას. იმიტომ რომ პირველს არ იღებს რა როგორც ჩანს ზოგიერთში. კაი კითხვა ძალიან.
ეგ არის მოკლედ იმის მიხედვით დავუშვათ რომ ეს ენის მოდელი მაქვს და მინდა ახალი ტექსტის დაგენერირება. აქ ერთი მაგალითი, ერთი ვარიანტი ასე ვთქვათ. რასაც ალბათ მიჩვეულები ხართ კლასიფიკაციის ამოცანაში. კლასიფიკაციის ამოცანაში ისევ სურათებზე ვილაპარაკოთ, შედის ინფუტად სურათი, მაგალითად ძაღლებს და კატებს შორის კლასიფიკაციის და აუთპუტზე მაქვს ორი ალბათობა. რა არის ალბათობა რომ ეს ფოტო ძაღლია, რა არის ალბათობა რომ ეს ფოტო კატაა. და დაუშვათ დაჯდა ალბათობა რომ 70%-ია ძაღლი და 30% კატა. არასდროს არ მომინდება რომ დავსემპლო ვთქვათ იქიდან და ვთქვა რომ იცი აი ეს შეიძლება კატა იყოს. იმიტომ რომ რეალურად უფრო მოდელმა მითხრა რომ ნაკლები ალბათობითაა კატა და მეტი ალბათობით ძაღლი. ამიტომ ვიღებთ ხოლმე მაქსიმალურს იმ რაღაც კლასების ალბათობებს შორის და ვიძახით რომ აი ის კონკრეტული ამ შემთხვევაში 70-30-ზე თუ იყო განაწილება ვიტყვი რომ ძაღლი. მაგრამ ტექსტის გენერაციის შემთხვევაში შეიძლება ეგეთი რაღაცა არ გავაკეთო. და არ გავაკეთო, იმიტომ რომ თუ ბევრი ეს ანუ აქ შემდეგი სიტყვების ალბათობები, ანუ იმ სიტყვების რაოდენობა შეიძლება პოტენციურად მერე მოდიოდეს. ამის რაოდენობა არის ნებისმიერი სიტყვა წარმოიდგინეთ. ეს დაახლოებით უნიკალური სიტყვების რაოდენობა არის ინგლისურში თუ არ ვწდები დაახლოებით 500,000. თუ აი ყველა ფორმას ავიღებთ სიტყვის ფუძის სუფიქსი, პრეფიქსი ასე შემდეგ. შეიძლება დავიყვანოთ თქვა 100,000-ზე ვილაპარაკოთ სხვადასხვა ტექნიკებით. წარმოგიდგენთ 100,000 კლასი მაქვს, ანუ შემდეგი სიტყვის prediction-ის. და რა თქმა უნდა ზოგიერთი სიტყვა უფრო მეტად ალბათური იქნება, მაგრამ რომელიც სიტყვა არის მაქსიმალურად ალბათური. და მე თუ იმ ყოველთვის იმ სიტყვას ავიღებ დაგენერირების დროს, მივიღებ ძალიან ერთფეროვან ტექსტებს. და რა კონკრეტული დაწეული პრეფიქსი წარმოგიდგენთ რომ ზუსტად დეტერმინისტულად გაგრძელდება, იმიტომ რომ ერთი ტოკენი კი არა, ერთი სიტყვა არის ყველაზე მეტად ალბათური და ყოველთვის თუ ყველაზე მეტად ალბათურს ავიღებ, რა თქმა უნდა მექნება ძალიან ერთფეროვანი ტექსტები. და გენერაციის შემთხვევაში მაინც ეგეთი რაღაცა არ გვინდა ხოლმე. არ ნიშნავს რომ თუ მაქსიმალური ალბათობა არ აქვს სიტყვას, იმ სიტყვის ჩასმა ძალიან არასწორი იქნება. იმიტომ რომ შეიძლება წინადადება გაგრძელდეს რამდენიმენაირად და ერთ-ერთი აზრი გამოიხატოს. და აი მაგიტომ ზუსტად trade-off-ი არის. რაც უფრო მეტად ავიღებ თქვა დაბალ ალბათობიან სიტყვებს, უფრო მეტად შეიძლება რომ სისულელი ტექსტი დაგენერირდეს. და სამაგიეროდ პრობლემაფეროვანი არის. და გამოყენებაზეა დამოკიდებული ახლა მაგალითად არ გვინდა რომ თუ გვინდა რომ მაგალითად ეს რაღაც დიდი მოდელები წერდნენ ძალიან ასე ვთქვათ გარანტირებულად მაღალ ალბათურ ტექსტებს შემიძლია რომ მარტო მაქსიმალური ალბათობებით დავსემპლო. თუ მინდა რომ არ წერდნენ ეგრე და ცოტა მეტი კრეატივი შემოვიტანონ, ვთქვათ რაღაც ესეს წერ, ან რაღაცის სარეკომენდაციო წერილს, უფრო მეტად მინდა რომ აი რაღაც კრეატიულობა ჩართოს და მაგითო ზუსტად ეს დაბალობათობიანი სიტყვების დასემპლოც. ისევ ესეც ისეთი ტექნიკა, რაზეც მეც ვილაპარაკებთ. და ეს ტექნიკა შეეხება კონკრეტულად აი ენის დაგენერირების დროს როგორ ამოვარჩიო შემდეგი სიტყვა. მაგრამ ძალიან კაი შეკითხვა იყო. იმ მიდგომას, როცა ვიღებ მაქსიმალური ალბათობის სიტყვას, გვიათ greedy decoding. და ზოგადად greedy არის ალგორითმების ტიპი, როცა აი ზუსტად იმ მოცემულ მომენტში ვირჩევ მაქსიმალურად ხელსაყრელ რაღაცას. მაგრამ შეიძლება რომ არ იყოს გლობალურად ყველაზე მეტად ხელსაყრელი. ალგორითმებში greedy ალგორითმები transferable. ხანახანა მართლაც ხანახანა. შეგვიძლია გავაგრძელოთ? თუ კიდევ კითხვები აქვე გავჩერდით. ვენი. გავაგრძელოთ მაშინ და გადავიდეთ აი ეს პირველი ვარიანტი, რითაც შემიძლია რომ ტექსტის დაგენერირება ვისწავლოთ ასე ვთქვათ. ანუ პრინციპი ისევ იგივენაირია როგორც აქამდე ნებისმიერი machine learning გამოცანის დროს. ავიღოთ ძალიან დიდი რაოდენობის ტექსტი, მაგალითად მთელი ვიკიპედია. დავითვალო რომელი სიტყვების მერე რა სიტყვები მოდის. მაგრამ შევადგინო ამის ძალიან დიდი სტატისტიკური ცხრილი. და ეს იყო ჩემი ენის მოდელი. მე ყოველთვის მეთოდინება რომ აი ამ სიტყვების მერე მაქვს ესეთი განაწილება, რომ მაგალითად თუ მაქვს ესეთი პრეფიქსი, სიტყვა საქართველოს მერე 10 ჯერ მოდის სიტყვა სახელმწიფო, 2 ჯერ მოდის სიტყვა ნაკრები, ერთხელ მოდის სიტყვა დედაქალაქი და ასე შემდეგ. ნუ რაც უფრო დიდი რაოდენობის ტექსტია, უფრო მრავალფეროვანია და უფრო მეტი უფრო ზუსტად შემეძლება შეფასება რომელი სიტყვის მოსვლის ალბათობა უფრო მეტია ან ნაკლები. ხო, და რაღაც ამ შემთხვევაში ენის მოდელების შემთხვევაში ლაპარაკია აი მილიონობით ტექსტურ დოკუმენტზე
საიდანაც ენის მოდელირებას ვსწავლობთ. დღევანდელ მაგალითებში ახლა არ გავაჩვენოთ მილიონობით ტექსტის მაგალითებს, მაგრამ რამდენიმე ათასის მაგალითზე ვისწავლით შეგვიძლია ტექსტის დაგენერირებას. ხო, პრინციპში ჩამოვყალიბე ეს რაღაც. უიბოდიშ, ერთი რაღაც ჩვენება მინდოდა და მე მგონი ხელახლა უნდა გავაზიარო ახლა ეკრანი. საიდან მოგვაქვს ეს დიდი რაოდენობით ტექსტები, საიდანაც პოულობთ იმას, რა ქვია. კერძო, ვქმნით ესეთ მოდელებს. წყაროები შეიძლება იყოს მრავალი, აი ამ ბოლო პერიოდში LLM-ის განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ესეთ წყაროების რაოდენობა. მაგრამ ესეთი კლასიკური წყაროები არის რაღაც აკადემიიდან გამოქვეყნებული ღია წიგნები ვთქვათ, ვიკიპედია, ესე რა ქვია, Common Crawl არის ესეთი პროექტი, რომელიც ინტერნეტის crawling-ს აკეთებს და წარმოიდგინეთ, რომ მთელი სამყაროს ინტერნეტის საიტების ტექსტური კონტენტი არის გამოწერილი და შეგიძლიათ ეგ აიღოთ. მოკლედ, წყაროები ძალიან ბევრია და LLM-ების განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო მეტად განვითარდა, ესე ხელმისაწვდომობა. მაგრამ ეს არის ისეთი ტექსტები, რომელიც უბრალოდ ტექსტია, რა ვიცი, ვიკიპედიის სტატია მაგალითად, ან რაღაც ნიუსი. და შემიძლია, რა თქმა უნდა, ეს დიდი რაოდენობით მილიონობით სიტყვიან ტექსტებზე ვისწავლო, რომელი სიტყვების მერე რა სიტყვები მოდის და ეს სტატისტიკური მოდელი შექმნა. რაზეც დღეს ვლაპარაკობთ. მაგრამ არსებობდა და ადრე ეს იყო ერთადერთი მიმართულება, როგორც ვითარდებოდა ეს ენების მოდელები, ტექსტების კორპუსები, აი ლინგვისტურ ნაწილში. როცა უბრალოდ ტექსტი კი არა მაქვს, თითოეულ სიტყვაზე, რომელიც ამ ტექსტშია გამოყენებული, შემიძლია ვნახო ეს სიტყვა, მაგალითად ქართულზე თუ ლაპარაკობთ, რა ბრუნვაშია, მხოლობითია თუ მრავლობითი. ზმნა არის არსებითი სახელია, კერძო სახელია, ზოგადი სახელია, მოკლედ. ესეთი რაღაცები. ნუ ამას აკეთებენ ლინგვისტები ხელით, ან რაღაც ნახევრად ავტომატიზებული სისტემებით და იქნებოდა დიდი კორპუსები, სადაც წარმოიდგინეთ ეს ტექსტები არა მხოლოდ უბრალოდ გასუფთავებულია და ტექსტად წერია, მაგალითად რაღაც წიგნები და მოთხრობები ან ნიუსები. არამედ თითოეულ სიტყვაზე აი ესე მიმაგრებულია მეტა ინფორმაცია, აი ეს არის ამ სიტყვის ფუძე, გამოდი ეგეთი რაღაც შეგვიძლია ვნახოთ. ეხლავე გავაზიაროთ ეს თემი. ანდერა მაგალითად ეს საქართველოს ენის ეროვნული კორპუსი, რაღაც ქართული ყველაზე დიდი კორპუსი ეს არის, მაგრამ ეს ზოგადად ხელმისაწვდომი არ არის. უბრალოდ მინდოდა რომ ასე ვთქვათ რაღაც შინაარსი გაგვეგო ეს სიტყვა კორპუსის მიღვა რადგანაც კორპუსი არის ძალიან დიდი რაოდენობით ტექსტი, სადაც შეიძლება უბრალოდ ტექსტი იყოს მოცემული, ან ხშირ შემთხვევაში არის რომ კონკრეტულ სიტყვაზე შემიძლია დავდგე და ეს მეუბნება სიტყვა რა არის, ამ სიტყვის რაღაც ნორმალური ფორმა რა არის. ამ ლემაზე ცოტა ხანში ვილაპარაკებთ, მაგრამ აი გამოყოფილი არის სიტყვის ფუძე. ამ შემთხვევაში აი ეს გოგმან არის სიტყვის ფუძე. და ნუ პრეფიქსები, სუფიქსები ასე შემდეგ. ყველა სიტყვაზე ეს ხელით არის შემოწერილი. და აქამდე კლასიკურ მიდგომებში მნიშვნელობა ჰქონდა ამას. ანუ ვიყენებდით ჩვენი ინფორმაციას ეს სიტყვა ზმნა არის, არსებითი სახელია თუ რა არის, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ეს მეტა ინფორმაციის დამატებით უკეთესად აღიქვამდნენ მოდელები ტექსტს. იმიტომ რომ სხვა არანაირი საშუალება ჩვენ ტექსტიდან შინაარსის გაგების, ასე ვთქვათ, არ აქვს. და რაღაც მიმართების რომ ეს ზმნა მიემართება ამ სიტყვას. იყო ესეთი ლინგვისტური მეთოდები. მონიშნული იყო რომ კონკრეტულად ეს სიტყვა ამ წინადადებაში ეს სიტყვა ნეტარისა მიემართებოდა შუშანიკს და ეს ინფორმაცია რაღაცნაირად უნდა გადამეცა მოდელებში. ხო, ესეთ კორპუსები მოკლედ სხვა ენებში არის, როგორც წესი პრობლემები ის აქვს, რომ საჯარო ხელმისაწვდომი არის და გამოყენება არ შეგვეძლო ხოლმე. მაგრამ ეს დღეს ეს ლაპარაკობდი რომ დავითვალო უბრალოდ დიდი რაოდენობის ტექსტი, რომელიც შემდეგი სიტყვა მოდის, ეს საკმაოდ მარტივია. და ესეთი ტიპის მოდელს ქვია n-გრამ მოდელი. აქ n-გრამი ზოგადად რას ნიშნავს n-გრამი? n-გრამი ნიშნავს სიტყვაში წარმოიდგინეთ რომ დიდი წინადადება გვაქვს, ეს წინადადება რომ დავყოთ სიტყვების დონეზე და 2 გრამ მოდელი ქვია ყოველი 2 სიტყვის წყვილს. 3 გრამ მოდელი იქნება სამეულები. მოდელია 3 გრამი, 4 გრამი იქნება 4-ეულები, ასე შემდეგ. ანუ ეს რაღაც ფანჯარა რომ გადავატაროთ თელ ტექსტს. და ეგეთი ამ უნიკალური სამეულების რაოდენობა რომ დავთვალო. ან ამდენჯერ ხდება ეს სამეული მთლიან მილიონობით სიტყვაში.
და n-gram მოდელი აკეთებს ზუსტად იმას, რაზეც ვილაპარაკეთ, შემდეგი სიტყვის predictions. ოღონდ ერთი გამარტივებით რომ უყურებს მხოლოდ წინა n, უბრალოდ n-1 სიტყვას. და ახლა მაგალითად ეს კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება. აი მაგალითად. რეალურად აი ამ წინადების ალბათობა, როგორც ნახეთ, იყო აი ამ პირობითი ალბათობების ნამრავლი. სიტყვა აი რომ სიტყვა აი-ის ალბათობა რა არის, აი-ის პირობით so ალბათობა რა არის, აი-so ეს შემდეგ რომ ემოდის და ასე შემდეგ. ამათი ნამრავლი მაძლევს ზუსტად მათემატიკურად ამ წინადების ალბათობას. მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში n უდრის 3-ს და 3 გრამ მოდელი რას აკეთებს? 3 გრამ მოდელი უყურებს მარტო წინა ორ სიტყვას. და წინა ორი სიტყვის ალბათობა, წინა ორი სიტყვის პირობით რა არის შემდეგი სიტყვის ალბათობა? გადახაზულებში ვხედავთ, რომ რეალურად აი ამ ეს წინ მოსდევს აი ეს პრეფიქსი, მაგრამ ნუ 3 გრამ მოდელი ამ გამარტივებას აკეთებს. კაი, ვინმე სხვა აქვს ვერსია, რატო შეიძლება ეს ხო რა თქმა უნდა უარესია. ეს არის რეალური ალბათობა, ეს არის აი ეს რაღაც გამარტივებით მიღებული ალბათობა. ვინმე სხვა აქვს ვერსია, რატო გვიწევს ამ გამარტივების გაკეთება? და შეიძლება რომ აი ესენი დავიწყო. დიოდა. ისმენ? ანუ ერთი ვერსია მაგ არ ვიცი რამდენად სწორია, მაგრამ ეხლა თუნდაც ამ წინადადებაში არა, მაგრამ აი დიდი ტექსტი რო გქონდეს ისეთ დროს მთლიანად რო გადაუყვეს, ხო ბევრად მეტ დროს წაიღებს და მეტ რესურსს და ანუ ასეთ დროს უფრო მარტივი იქნება, რომ წინა რამდენიმე სიტყვას გადავხედოთ და არა თუნდაც მთლიან ტექსტს. კი, ზუსტად ერთი პრობლემა არის დროის პრობლემა. ნუ რაც უფრო გრძელი ტექსტია, მით უფრო ბევრი რაღაც გადამრავლება მომიწევს. და სანამ მაგისტვის მოემზადები, ანუ სანამ ამ წინადების ალბათობას გავიგებ, ჯერ ხო იმ ტექსტს უნდა გადავუყვე და დავითვალო ყველაფრის პირობით, ყველა სხვა სიტყვის ალბათობა რა არის. და აი ზუსტად ეგ წაიღებს ბევრად მეტ დროს, ვიდრე ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ უნიკალური ორეულების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ექსპონენციალურად ნაკლებია, ვიდრე უნიკალური ერთეულებს პლუს ორეულები პლუს სამეულები, ოთხეულები ასე შემდეგ. ყველა პრეფიქსები. ეს ერთი პრობლემა, გაცილებით უფრო ნელა დავითვლი, ანუ მეტი რესურსთან მეხარჯება და ამის შენახვასაც გაცილებით მეტი დრო მოუნდება. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ყველა პრეფიქსის შესახებ ინფორმაცია უნდა შევინახოთ. ანუ დრო, ანუ runtime და memory ის მეხსიერება რაც საჭირო ამ ინფორმაციის დასატევად. და კიდევ ერთი პრობლემა, რადგან დაახლოებით გაკვირით ვისაუბრეთ ზემოთ. მინიშნება არის ის, რომ ლაპარაკი ალბათობებზე აქვს და ალბათობას აქვს რაღაც შეზღუდვა. ისმენ. ანუ 3 გრამიანზე მეტი რო იყოს, თუნდაც ძალიან ბევრი ალბათობა ხო იქნება დისტრიბუციის თვითონ ამ სიტყვის და ანუ ამდენი ალბათობა რო იქნება, რეალურად შეიძლება ის პრობლემა გაჩნდეს, რომ ბევრ ალბათობაში აი ძალიან ბევრს ქონდეს ერთი და იგივე ის რა, ერთი და იგივე ალბათობის დისტრიბუცია და მაგის გამო შეიძლება ის პრობლემა გაჩნდეს, რომ მრავალფეროვნების ჟამზე ცუდი ის მივიღოთ რა შედეგი და რეალურად არის კონტექსტში აღარ ჩაჯდეს ჩვენ წინადადება. კი, შეიძლება, უბრალოდ ცოტა ვერ მივხვდი იმას, რატო არის ეგ პრობლემა აი მარცხენა შემთხვევაში და მარჯვენა შემთხვევაში რატო არ იქნებოდა ეგ პრობლემა. პატარა რო იქნება, ანუ ბევრად უფრო აი სამ სიტყვაზე ბევრად უფრო ერთგვარად ზუსტი იქნება რა ალბათობებსაც ამოაგდებს იმის გამო, რომ აი ბევრად უფრო მეტი სიტყვა იქნება რაღაც გარკვეულ კომბინაციებზე და მაგის გამო მეტ ალბათობას ამოაგდებს აი ამ კომბინაციებზე თვითონ და სხვებზე დაბალს. კი, მე მგონი ინტუიცია სწორია, უბრალოდ მე ვეცდები ოდნავ შევცვალო ფორმულირება, რომ უფრო ზუსტი გამოვიდეს. ინტუიცია მე მგონი სწორი აქვს. პრობლემა საჩენს ის ფაქტი, რომ ალბათობები 0-დან 1-მდე არის და მე რო ავიღო საკმარისად დიდი ზომის პრეფიქსი, მაგალითად 10 სიტყვიანი პრეფიქსის მერე რომ მოდის რაღაც მომეტული ალბათობა. ამის ალბათობა იქნება ძალიან დაბალი, იმიტომ რომ იმ 10 სიტყვიანი პრეფიქსის ის 10 სიტყვიანი ზუსტი მიმდევრობა უნდა ქონოდა ტექსტში ეს ერთი რაღაც უნდა მოხდარიყო. და თან ანუ სატრენინგო ტექსტში იმ რაღაც მილიონობით ვიკიპედიებიდან სტატიებში თქვათ. და მეორე ამ ეს 10 სიტყვიანი პრეფიქსი ბევრჯერ უნდა ქონოდა
და რაღაც სხვადასხვა სიტყვები უნდა მოსდევდეს თან ამას. და ესეთი რაღაცა თუ საკმარისად დიდი ზომის პრეფიქსი შევხედავ, გამორიცხულია რომ ზუსტად შეიძლება 10 სიტყვა გამეორდეს, მაგრამ აი 100 სიტყვა რომ ზუსტად გამიმეორდეს იმ სატრენინგო კორპუსში, ეს ამის ალბათობა არის 0-ის ტოლი. და ვეღარ შევძლებ იმ 100 სიტყვიანი პრეფიქსის შემდეგ რა სიტყვები მოდისო ამის ალბათობის შეფასებას, იმიტომ რომ ერთადერთი რასაც ვაკეთებ არის ვითვლი. 100 სიტყვიანი პრეფიქსი რამდენჯერ შეხვდა და მაგას რომ მოსდევდა პირველი სიტყვა ალბათობა რა არის, მეორე სიტყვა რომ მოსდევდა მაგის ალბათობა რა არის და ასე შემდეგ. და მომიწევდა ძალიან ფაქტობრივად რაღაც 10 სიტყვის, ანუ იმ რაღაც 10 გრამის მერე ყველაფრის ალბათობა იქნებოდა 0-ის ტოლი. და რა თქმა უნდა რომ გადავამოვლოდეთ მაინც 0 გამოვიდოდა. მექნებოდა ის პრობლემა რაც აი ზემოთ აღნიშნე, აი ესეთი რაღაც. და თუ ამ გამარტივებას გავაკეთებ და მარტო წინა ორ სიტყვას შევხედავ. დაშვება არის რომ თქვა წინა ორი სიტყვების ყველა შესაძლო კომბინაცია სავარაუდოდ ერთხმიანად ხდებოდა საკმარისად დიდ კორპუსში. და ამის გამო ეს ზუსტად ნულოვანი ალბათობის პრობლემა აღარ მექნებოდა. რაც ასევე დაშვება, ისევ პრობლემებია ხოლმე საკმარისად გრძელ კონტექსტში იმას თუ ვიღებ, რა ქვია. ანუ 4 გრამზე უკვე პრობლემა იქნება. მაგრამ გაცილებით ნაკლები ვიდრე ამ შემთხვევაში. აქ გარანტირებული მაქვს რომ პრობლემა მაქვს, აქ შეიძლება არ მქონდეს ან რაღაც შემოვლითი გზები მონახო. აი ეს ჩვენიერი. ანუ უკვე მივიღე რაღაც language მოდელი, ასე ვთქვათ, გენერაციული მოდელი. თუ ეს ყველაფერი ალბათობა დათვლილი მაქვს, მილიონობით სიტყვიანი კორპუსი მაქვს, გავატრენინგე, მაქვს საკმაოდ კარგი განაწილება, რომ ამ სიტყვების მერე ეს სიტყვები მოდის და ესე ვაგენერირებ, რა უნდა იყოს ახლა ამაში პრობლემა. და ნუ ვილაპარაკოთ ისე მაგალითად, ვთქვათ 3 გრამ მოდელი მაქვს. უპირატესობა არის ის, რომ ხარი ამის დათვლა ძალიან პირდაპირ მიდგომა და საერთოდ არანაირი ბუნებრივი ენის დამუშავება ამას არ აჭირდება, უბრალოდ არის რაღაც სტატისტიკის დათვლა დიდი რაოდენობით ტექსტზე. ყველა ჩვენ გაშეულია ახლა ამის მაგის წაწერა. რა პრობლემები შეიძლება წავაწყდე? აი, კარგი ეგ არის, რომ language modelis როლი აქვს, შექმნა ამის შემიძლია, მაგრამ პრობლემები რა არის? ნულოვანი ალბათობის პრობლემაზე ვილაპარაკეთ უკვე. ეხლა გადავიდეთ უფრო რთულ პრობლემაზე, რომელიც უკვე შეიძლება შინაარს შეეხებოდეს. და ამ შინაარსში ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ მე თუ მარტო წინა ორ სიტყვას ვუყურებ, ესე იგი ვაიგნორებ მაგამდე ყველაფერს, რაც მოდიოდა. და წინადადებები ბუნებრივ ენაში არის აგებული ისე, რომ წინადადების მნიშვნელოვანი ნაწილები შეიძლება ერთმანეთისგან საკმაოდ იყოს დაშორებული. მქონდეს დიდი გრძელი წინადადებები, მოკლე წინადადებები. მოკლე წინადადებებზე მაგალითად 3 გრამ მოდელი უკეთესად იმუშავებს, იმიტომ რომ სავარაუდოდ შემდეგი სიტყვის prediction-ში ყველა საჭირო კონტექსტი რაც გვჭირდება იმ ორი სიგრძის პრეფიქსში, ან თქვა, მოდი დავხატავ 5 გრამ მოდელზე ვაკეთებ. ესე იგი 4 ზომის პრეფიქსი მაქვს და 1 სიტყვა პრეფიქსია. იმ 4 სიტყვაში საჭირო კონტექსტი ჩაეტეოდა და ამიტომ მე-5 სიტყვის შეფასება მეტნაკლებად ზუსტი იქნება. მაგრამ თუ ვლაპარაკობთ ნორმალურ წინადადებებზე, რომლებიც დაახლოებით 10 სიტყვაა, ეს ნიშნავს, რომ სიტყვის წინადადების ნახევარს ვაიგნორებ. და თუ გრძელი წინადადება მაქვს მოცემული რაღაც გრძელი ტექსტი მაქვს მოცემული რაღაც. მე დავიბადე პარიზში, მე თქვა გრძელდება რაღაც ისტორიას ყვები, თქვა ეს წინადადება ეს ისტორია და მე გრძელდება ესეთი ტექსტი, რომ ჩემს საცხოვრებელ ქალაქში მძიმე და რაღაც უნდა თქვა. ანუ ეს უნდა იყოს სავარაუდოდ იმ პარიზის გამეორება, იმიტომ რომ დასაწყისში ვთქვი, რომ მე დავიბადე და ვცხოვრობ პარიზში. ამ შემთხვევაში ისევ თეორიულად დავანებოთ იმ ფაქტს თავი, რომ პრობლემები არის მათემატიკური. პრობლემა შემექმნა ის, რომ კონტექსტის სიგრძე არ მაქვს საკმარისი ამ ეგრან მოდელში იმისთვის, რომ გადავწყვე იმ ძველ ინფორმაციას, რომელიც ტექსტის დასაწყისში იყო მოცემული. ამიტომ ვერანაირად ვერ შევძლებ, აი მაგალითად რა ვთქვი, ჩემს საცხოვრებელ ქალაქში მძიმე პარიზი რომ უნდა თქვა, ამის prediction-ს ვერანაირად ვერ შევძლებ, იმიტომ რომ პარიზი იყო ნახსენები, თქვა ერთი აბზაცის წინ, ან აბზაცის დასაწყისში. და აი ეს მეორე ფუნდამენტური პრობლემა, რასაც ზოგადად მთელ NLP-ში შევხვდებით. ნებისმიერი ეგეთი ტექნიკა აკეთებს რაღაც trade-offs კონტექსტის ზომას და ამ ალბათობების შეფასებას შორის. რაც უფრო გრძელი კონტექსტი მაქვს, უფრო უკეთესად შემილია თითქოს
უკეთესად უნდა ვაფასებდი ალბათობებს, მაგრამ აქ მეორე რაღაცას მუშაობს, რომ ძელი კონტექსტი ნიშნავს, რომ ზუსტად იმის მსგავსი ტექსტები, პრეფიქსები ნანახი არ მექნება. და თუ მე ამ კონტექსტის რომ შევამცირებ, მაშინ პირდაპირ თვალსახად უარს ვამბობ იმ მნიშვნელოვანი კონტექსტის ნაწილზე, რაც შეიძლება შემდეგი სიტყვის დაგენერებისთვის აუცილებელი იყოს. ოკეი. ამ ეტაპამდე თუ აქ კითხვები, ეხლა შეგვიძლია ვთქვათ, გადავიდეთ კოდში ვნახოთ ეს ყველაფერი როგორ რა კეთდება და როგორ კეთდება. მარტივი რაღაც ვორდების ამ გრამატიკას გავაკეთებთ და მე დავუბრუნდეთ ისევ ამ თეორიულად. კი, ამასობაში ჩვენ ნახოთ. აი, შევშევ შეგვიძლია გავაგზავნოთ და გადავიდეთ კოდის ნაწილზე. ეს ის. ეს მოჩანს ბიოსკოპი, ხო? კი ბატონო. ხო, ესეც იმპულსის საიდანაც რისპონდატიასაც ვაჩვენებდით. მაგის ნაწილია. სამწუხაროდ ჩატს ვერ ხედავ. ეხა იწეს ნიკოლოზ ეხა იწე ხელი? შეგვიძლია თქვა. დიახ, პატარა შეკითხვა მაქვს სანამ დავიწყებთ ამას. ანუ კარკაში თუ არ იყო გარკვეული სიტყვები მაშინ ნახდება. ანუ დაახლოებით რომ გასაგები იყო. კი. კი, ესეთი მთავარი პრობლემა კიდე ამ ენგარ მოდელების, რაც პრინციპში გამოჩნდა. და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კორპუსში, ან სატრენინგო კორპუსში რაღაც სიტყვები მაქვს, მაგრამ ყველაფერი არა მაქვს. ვიყარაკეთ თუ შეიძლება 500-1000 უნიკალური სიტყვა იყოს იქ. და სიტყვათ უნდა აღვიქვათ რაღაც space-ებს შორის ტექსტი. string-ი რა. იქ ყველაფერი შეიძლება არ მქონდეს. მაგალითად, დავატრენინგე news-ებზე, ან დავატრენინგე 30 წლის წინ, 30 წლის წინ სიტყვა selfie არ არსებობდა და ამით დღეს კი არა და უკვე რამდენი წელია, სიტყვა selfie ისეთი რაღაცა, რაც ალბათ ყველგან შეხვდება. ყველა news-ში, ყველა თანამედროვე news-ში. და ეს აცდენა მაქვს. კორპუსი ძველი იყო და ამიტომ სიტყვა selfie არ მქონდა შიგნით და ეხლა ამ ახალი ტექსტების დასაგანერებლად, ან თქვათ understanding-ისთვის ალბათობის შესაძლებლად ჭირდება. მაგ შემთხვევაში ხდება ის, რომ აი კოდის მაგალითად ნახავთ ყველას. ეგეთი სიტყვები იცვლება unknown token-ით. და ამ პირობით ალბათობაში მექნება, თქო, სიტყვა selfie-ის ადგილას მექნება სიტყვა unknown-ი. ანუ ეს ტოკენი რაც ხელოვნურად შექმნილია, ყველა ისეთი სიტყვა, რომელიც შესაბამისიც არ მაქვს კორპუსში, მაგ unknown-ი ჩანაცვლება. რა თქმა უნდა, გააგვიჭებს ეს ალბათობებს. იმიტომ რომ unknown-ი და მე ეს ორი პრეფიქსი. ის unknown-ი და რა არის რეალურად არ ვიცით. იმის გამო შინაარსი არ ვიცით. selfie-ა, flowmaster-ი თუ რა, რომელიც ისეთი სიტყვა, რომელიც კორპუსში არა მაქვს, არ ვიცით. და ამის გამო უბრალოდ რაღაც შემოვლითი გზაა, რომ არ გაფუძნდეს ეს მოდელი, თორე რა თქმა უნდა, performance-ი გავარესდება. და ანუ თვითონ აი ეს სისტემა რაც თქვენ თქვით იმუშავებს, აი თუნდაც ისეზე აი პერსონალს რო ყვები, აი თქვათ ჩემ ცხოვრებაზე რო ყვები, აი თუნდაც მოდელი რო შექმნი და ჩემზე უყვები რა მოხდა და როგორ და რაღაცა რჩევა რომ ჭირდება, ანუ მაგაზეც ანალოგიურად unknown value-ებს ჩავანაცვლებ თუ რამე სხვა მეთოდიც არსებობს. თუ ისეთი სიტყვები გამოიყენე, რომელიც რაღაც სატრენინგო კორპუსში იყო, ანუ unknown-ით არ ჩაანაცვლებს. იმიტომ რომ ის სიტყვები იცის როგორ ის სიტყვებზე სტატისტიკები დათვლილია სატრენინგო კორპუსში. მაგრამ აი დავუშვათ, სახელი დაგვარი აქვს ნიკოლოზ გეგენავა, ხო? რა არის ალბათობა, რომ დავუშვათ იმის რო წერია, გეგენავა. იმ ტექსტში თუნდაც მილიონობით იყოს. რა არის ალბათობა, სიტყვა გეგენავა იქ ნახსენები ყოფილიყო, თითქმის 0. სავარაუდოდ შენი გვარი შეიძლება იყოს unknown token-ი ამ შემთხვევაში. და საერთოდ ვერ მეკითხეს, რომ ის ტოკენის ვორდში საერთოდ გვარი არის. ნიკოლოზე შეიძლება სხვა ენების წარმომადგენლებშიც ყოფილიყო სახელი, მაგრამ თქო გვარი გეგენავა არის. და ამიტომ ნიკოლოს გეგენავა ჩანაცვლებს ნიკოლოს და unknown. და მე ეს გაგრძელებს ტექსტს და ეს unknown-ი გვარი იყო შენი წეღანას მახსენე selfie, სიტყვა selfie.
დაიმეპა ამ ანონში თუ რამე კიდე სხვა, რა თქმა უნდა გააფუჭოს პერფორმანსი, იმიტომ რომ აი გაურკვევლობა არის მაგ ანონის მიღება. და ის use case-ი რო თქვი, აი რაღაც პერსონალური ინფორმაცია შენზე რომ მოუყვე და რაღაც რჩევა კითხო თქვა, ესეც მოდელს, რომელიც ტექსტს აგრძელებს და უყურებს მარტო წინა ორ სიტყვას. შენი აზრით პერფორმანსი როგორი იქნება მაგ შემთხვევაში? ნუ გააჩნია თუ რაი რაღაც გარკვეული ისეთ მეთოდებიც ვიხმართ, რომელიც დაანაწევრებს აი სახალგვარებს და სახალგვარზე ანონს არ დასვავს და უბრალოდ რაღაც 50%-ს რამე ეგეც მისვა, მაშინ კი აი პერფორმანსი ექნება. და unknown value-თიც შესაბამისად კარგი პერფორმანსი ექნება. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ისეთი კარკასია, რომელიც აი ესეთ პერსონალურ ინფორმაციას გარკვეულ სიტყვებზე უმკლავდება და აი სახალგვარებზე ვერა. ანუ მაგ შემთხვევაშიც იქნება რა ამის პერფორმანსი. კი. ეგრე იქნებოდა, ოღონდ აი ეს ბოლოსაც შეძგულად ვახსენეთ, ეგრო არ არსებობდეს. ანუ მე თუ საკმარისად დიდი რაოდენობის კონტექსტს უყურებ წარსულში. შეიძლება ვთქვა, რომ კარგად იმუშავებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში 3 გრამ მოდელი ვიყურებ წინა 2 სიტყვას მარტო. და გამორიცხულია რომ წინადადების გაგრძელება სწორად შეძლოს წინა 2 სიტყვის ყურებით. მაგალითად, ჩვენ აღუწერე რაღაც ერთი პარაგრაფი შენი ინფორმაცია და ეუბნები რომ რაღაც მითხარი რჩევა, როგორ მოვიქცე. თუნდაც სიტყვა ეს ბოლო ნაწილი და მითხარი რჩევა, როგორ მოვიქცე. ეს არის 4 სიტყვა, ხო? ეს ნიშნავს, რომ როცა ამ მითხარი რჩევა, როგორ მოვიქცეს შემდეგ უნდა გააგრძელოს იმ პასუხი. ის დაინახავს მარტო ბოლო 2 სიტყვას, როგორ მოვიქცე. და საერთოდ ვერ ხედავს იმას, რომ შენი მანამდე პერსონალური რაღაც ისინი უთხარი ინფორმაციები, რომ მე ეს და ეს ვარ, ვსწავლობ აქ და როგორ მოვიქცე. ანუ ეგ შეზღუდვა მაქვს ამ ენგრამოდელებში. და როგორც კი დაგენერირებას დაიწყებდა, რომ აი მაგალითად მე გირჩევ, ხო, მე გირჩევ და რაღაც უნდა გააგრძელოს. მე გირჩევ, ამ დროს უკვე დაკარგა ის შენ რო კითხე საერთოდ რჩევა, ეგეც და მე გირჩევის მერე წარმოიდგინე რომ ბრმად აგდებებ ტექსტს, რას გვირჩევს. რაზე გვირჩევს, რა ვიცი, ხაჭაპურს ვაკეთებთ, სკოლაში ჩაბარება, უნივერსიტეტში ჩაბარება მინდა, გამოცდას ვწერთ თუ რას ვაკეთებ. წარმოიდგინე ეს ინფორმაცია დაკარგა, იმიტომ რომ სულ კონტექსტის ზომა ქონდა 2 სიტყვა. შეიძლება იფიქროთ, რომ აი მოდი გავზარდოთ ეს კონტექსტი 10 სიტყვამდე, ან 100 სიტყვამდე. აი ისე ძალიან კეთილშობილური იდეაა, მაგრამ არ მუშაობს, იმიტომ რომ ის კონკრეტულად ის 100 სიტყვა რომ მენახა მე სადმე სატრენინგო კონკურსში გამორიცხული. ზუსტად იგივე სიტყვები უნდა მენახა, წარმოიდგინეთ წელწილ მძიმეს ჩათვლით. რაც გამორიცხულია. და ამის გამო აი ეს მოდელები საერთოდ არ გამოიყენება ტექსტის გენერაციად, ანუ როგორ გამოიყენება ეს სათამაშო ამოცანად, მაგრამ გამოიყენება სხვა მოდელების ნაწილად, თქვა კლასიფიკაციის მოდელში შეიძლება რაღაც Ingram სტატისტიკები შევიდეს. მაგას თუ აპარაკებთ. გასაგები, ესე იგი შენ ეგეთი დიდი ტექსტებისთვის ეს არ არის კარგით. ზუსტად. ნახავთ მაგალითზე, რომ ტექსტსაც აგენერირებს, თითქოს გრამატიკულად გამართული უნდა იყოს და არ იყიდევაც. უბრალოდ აი შეიძლება ერთი წინადადების მერე სხვა რენდომ სხვა წინადადება მოდიოდეს, რომელიც კავშირში არ არის საერთოდ ამასთან. მაგრამ აი თუ გრამატიკაზე დავკონკრეტებთ, რომ გრამატიკულად გამართულია თუ არა ის წინადადება, რასაც აგენერირებს, მეტნაკლებად გამართული იქნება. შეიძლება გაიმეოროს რაღაცეები, რომ ჩვენი მაქსიმალურად გამოვიყენე ხა ის დრო Ngram მოდელებზე ზოგადად language modeling-ის ამოცანის სასახსნელად. ამიტომ ეს ნაწილი დარჩება და რელევანტური იქნება სულ მთელი ამ NLP-ის ნაწილის განმავლობაში მაგაზე მოგიწევთ ფიქრი და ეს იგივე პრობლემების გადაჭრა. უბრალოდ ეხლა ცოტა უფრო ისე მოხდა, რომ პრობლემები ჩამოწერე language modeling-ისთვის დამახასიათებელი რას არის და აი ვცდილობთ ნელ-ნელა იქნებ რაღაც მეთოდებიც თითოეული პრობლემის გადაჭრა მოძებნოთ, რასაც ნუ დაგასპოილერებ და გეტყვით, რომ ერთს Ngram მოდელები ვერ უნგროვდები. მაგრამ მან რა ნაწილებში იქნება გამოსადეგი, ამასაც ვნახავთ. კარგი, ეს მაგალითად არ აქვს, ნოუთბუქი აღებულია ისევ იმ კურსის ასე ვთქვათ, რაღაც სემინარებიდან და აქ ისი ჩვენება მინდოდა. ისე ხო, დავკონკრეტები კონკრეტულად აი ამ Ngram მოდელის შექმნის ნაწილზე. ისევ ერთი პროდუქტი ჩატს ვერ ხედავ. ძალიან მას ვაზიარებ VS Code-ს. და ამიტომ თუ რამე კითხვა იქნება, მეგონი ხელი საწევაზე მამესმის ან პირდაპირ მიკროფონში შეიძლება ჩართოთ. ისე გავუწევთ. ხო, მოკლედ კოდში ესე გამოიყურება.
ენგრამ მოდელის შესაქმნელად ჭირდება დიდი რაოდენობის ტექსტი. ამ შემთხვევაში ვიყენებთ რაღაც paper-ების datasets, არქივის datasets, შეგვიძლია ვნახოთ. ავტორების, ანუ აკადემიური ნაშრომები, ავტორების სახელები, როდის გამოქვეყნდა, რაღაც ლინკი, ასე შემდეგ. და ანუ ტექსტის მოდელირებისთვის ვხდები გამოიყენებენ მარტო titles, ანუ paper-ის სახელი რა იყო და ეს აბსტრაქტი უნდა იყოს ვხდები summary. გამოწერა ტოკენიზაციაზე ვილაპარაკებ, ოღონდ ჩავთვალოთ, რომ ამ შემთხვევაში ტოკენიზაცია ნიშნავს გზელი ტექსტის მისწამით. გზელი ტექსტის დაჭრას სიტყვების დონეზე. ჩავ. კარგი, ჩავთვლით ეს dataseti. ეს არის გაერთიანებული რაღაც კონკრეტული paper-ის სახელი და მოსდევს მას summary. თითოეული row, ანუ თითოეული item-ი, ასე ვთქვათ, ამ ლისტში არის ერთი string-ი, ან paper-ის სათაურს მოსდევს summary. ეს არის ტოკენიზაცია. ტოკენიზაცია ნიშნავს ტექსტის დაჭრას სიტყვის დონეზე. და ამას ვნახავთ ეხლავე. ამ თითოეული ტოკენი რას აკეთებს? მოდი ახლა ვნახოთ. მოდი ბარემ აქ ვნახოთ ეს მაგალითი. ეს ტოკენიზაცია რას აკეთებს? აი, სხვა სიტყვას. შემილია ენგრამებით დავიწყოთ. ეს ამოცებ დავუშვათ ბევრი ტექსტი არ მაქვს. აი ეს ერთი string-ი მაქვს. ამ string-ისთვის split-ი გავაკეთე ტოკენებად და ამ ტოკენზე გავაკეთე ენგრამები. n-ი რადგან 2 არის, ვხედავთ ამ ორი სიტყვის წყვილებს, ორეულებს. რამდენია 2+2, 2+2 s, s r და ასე შემდეგ. n-ი რო გამერქებინა 3, იქნებოდა სამეულები. ორეულები ვიყავთ. ტოკენიზაცია ძალიან ბევრნაირი არსებობს. ანუ როგორ დავჭრა მოცემული ტექსტი პატარ-პატარა ფრაგმენტებად, ანუ ასე ვთქვათ, სიტყვებად. და რა ითვლება ამ ტოკენში და რა ითვლება ტოკენში. შეგვიძლია ამ NLTK არის Natural Language Toolkit. და ამას აქვს ძალიან ბევრი ფუნქციონალი ტოკენიზაციის და არა მარტო რაღაც მარტივი ენგრამ მოდელებისაც, რასაც ასევე გამოვიყენებთ. ეხლა ამ შემთხვევაში ვაიმპორტებ word tokenize და sentence tokenize აკეთებს იმას, რასაც სახელი გვეუბნება. ერთი ცდილობს აი ეს ტექსტი დაჭრას სიტყვებად, სიტყვის ტოკენებად და მეორე წინადადებებად. სიტყვებად რომელმაც დაჭრა, ამან გამოყო თითოეული სიტყვა, დაინახეთ, რამდენია ერთი სიტყვა 2+2. მეორე სიტყვა, კითხვის ნიშანი, ცალკე სიტყვა, ეს, მძიმე, არ არის ასე. ყურადღება რა შეგვიძლია ახლა მივაქციოთ? მივაქციოთ იმას, რომ ამან იმუშავა უფრო მეტად დაჭრა ესე იგი space-ებზე, ან რაღაც white space character-ებზე, როგორც არის tab-ი, enter-ი, ასე შემდეგ, ანუ ის რაც 100 არ არის. ცარიელი ადგილი. და ასევე გამოყო პუნქტუაციები ცალკე ტოკენებად. ამოცანიდან გამომდინარე, შეიძლება ეს მაინდა-მაინც სასურველი არ იყოს რაღაც ჩვენთვის. ამიტომ სხვანაირად ტოკენაიზერის გამოყენება მოგვიწიოს. მაგალითად, უბრალოდ white space-ის რო დამესპლიტა, იქნებოდა აი ეს ცალკე ტოკენი იქნებოდა. 2+2 კითხვის ნიშანი იქნებოდა ერთი ტოკენი და ხედავთ, რომ word tokenize-მა ცალკე ტოკენად გამოყო 2+2 და კითხვის ნიშანი ცალკე. იგივე მძიმეს შეეხება. და მეორე ტოკენაიზერი ახლა აქაც დაიმპორტებული მაქვს, ეს არის sentence tokenizer-ი. პირველი წინადადება აქ არის რამდენია 2+2, გამწვევა წინადადება, დაიწყო მეორე წინადადება, ეს არ არის მარტივი საკითხი. ანუ ხედავთ აქაც. ანუ ეს ტოკენაიზერი შემიძლია გავაკეთო ისეთი რანაირის მინდა. შემიძლია მარტო space-ზე დავსპლითო, შემიძლია პუნქტუაციები ცალკე გავიტანო, შეიძლება წერტილი არ ნიშნავდეს ან კითხვის ნიშანი მაინდა-მაინც წინადადების დასასრულს და მოდი ხა გავტესტოთ. ჩემი სიმაღლე არის 180 მთელი 73 სანტიმეტრი. დავუშვათ.
და ვნახოთ აი ამ ერთს აღიქვავს თუ არა წინადების ბოლოდ. იმიტომ რომ არ მინდა რომ წინადების ბოლოდ იყოს. წინადება არის აი ეს თლიანად და თუ ისეთი ასე ვთქვათ რაღაც ამ პრიმიტიული ტოკენაიზერია რომ წერტილი წინადების სურგონია აუცილებლად ეს გავტესტოთ. ნუ აი ნახეთ რომ კარგად გაართო ხა ამასთან. მარტივად რაღაც Python-ში split-ით რო გამეკეთებინა წერტილზე ვერანაირად ვერ გავიგებდით რომ აი ეს წერტილი წინადების ნაწილი წინადების დასასრულს ანიშნავს და ცალკე წინადება იქნებოდა ეს და ცალკე წინადება იქნებოდა ეს. მოკლედ ამ ტოკენაიზერები შეგვიძლია გამოვიყენოთ ისეთი რაც ამოცანებიდან გამომდინარე გვჭირდება. არსებობს ნაირი სახეობები როგორც წეგავ ვთქვი. აი მოცემულია ტექსტი და ნუ ინგლისურ ტექსტს ახასიათებს განსაკუთრებით აპოსტროფები და ვხედავთ რომ ერთ შემთხვევაში აი რაღაც word tokenizers ვიყენებ, მეორე შემთხვევაში word punct ან პუნქტუაციის tokenizers. ერთი აკეთებს პუნქტუაციას ანუ ამ აპოსტროფს ცალკე ტოკენად გააქვს ის და მეორე ამ აპოსტროფიან ასე ვთქვათ ნაწილაკს სიტყვის აერთიანებს აპოსტროფს და იმ ნაწილაკს. ასე შემდეგ, ბევრი როლი ლაპარაკობს ამაზე. იმის მიხედვით რა ამოცანის გადაჭრავს ვაპირებ. რას აღვიქვამ მე ტოკენებად, პირდება წინადების დონეზე დაჭრა, პარაგრაფის დონეზე დაჭრა, სიტყვის დონეზე დაჭრა, შეიძლება ასოებათაც დავშალო. მაგის მიხედვით სხვადასხვა ტოკენაიზერს გამოვიყენებთ. მაგრამ მიზანი ყველა ტოკენაიზერის არის ერთი, რომ რაღაცნაირად დიდი ტექსტი პატარა ფრაგმენტებად დავჭრა. ოკეი. იმის ხო, ეხლა რაში შეიძლება მჭირდებოდეს ქართულ ტექსტში uppercase და lowercase არა გვაქვს. არსებობს დიდი და პატარა ასოები. უბრალოდ არსებობს რაღაც მთავრულს ეძახიან, არ ვიცი ამაზე სწორი ტერმინია. აი და ყველა ასო ერთი და იგივე ზომისაა, რა, ზოგიერთი ფონტია. ყველგანზე არც ვიცი როგორ აღვიქვი ეგ. მოდით გავტესტოთ ეგ თუ მუშაობს. ამჟამად. მაგრამ ნუ ეგეთი ასოები Unicode-ში არსებობს, რაღაც დიდი R, დიდი A, ასე. მაგრამ ინგლისურ შემთხვევაში იმის მიხედვით რანაირი ამოცანას ჭრით და მოდი დავუშვათ რომ ჭრით ამ ტექსტის გენერაციის ამოცანას შეიძლება მერჩივნოს რომ სტანდარტიზაცია მოახდინო ამ ტოკენების. ანუ თქვი რომ თუ ძალიან დიდი რაოდენობის ვარიაცია მაქვს, აი ვთქვათ ერთი და იგივე სიტყვა ბევრი სხვადასხვა ფორმით მაქვს წარმოდგენილი. ანუ ეს შემთხვევაში დიდი ასოთი, ამ შემთხვევაში პატარა ასოთი. რადგან სტატისტიკურ მოდელს ვიყენებთ, ენგრამის სტატისტიკური მოდელია, პრეფიქსი ვთქვათ, პრეფიქსი what happened და პრეფიქსი what happened შეიძლება სხვადასხვა. იმიტომ რომ ერთ შემთხვევაში uppercase დიდი W მაქვს, მეორე შემთხვევაში დაბალი. და ახლა ამის პირობით რაღაც სხვა სიტყვა this ვთქვათ. ამ შემთხვევაში ამას მოსწოდებს what happened last. ამის პირობით ალბათობა this განსხვავებული იქნება, ამის პირობით ალბათობა this განსხვავებული იქნება. და შეიძლება მინდოდეს ამის სტანდარტიზაცია, არ მინდა რომ ეს ალბათობები გავყო, ისე ცოტა ტექსტი მაქვს თქვათ და მინდა რომ გავაერთიანო ეს ალბათობები. ამ შემთხვევაში საჭიროა რომ ამ ტოკენების დონეზე სტანდარტიზაცია მოხდეს ტექსტის. მაგალითად მოვაშო რომ ისე გადავიყვანო ყველაფერი lower case-ში. აი ეს აპოსტროფები ზემოთ რა მაგალითიც ხონდა, ეგ აპოსტროფები რაღაცნაირად მოვაშო რომ ან როგორც მინიმუმ ერთნაირად დავჰენდლო. მაგალითად აპოსტროფი ინგლისურში ასეთი აპოსტროფი და R ეს ნიშნავს R-ს და მინდა რომ ვთქვათ ყველა ესეთი ნაწილი ჩავანაცვლო ამ სიტყვით. ასე შემდეგ. რაღაცნაირად სტანდარტიზაცია გავაკეთო იმისთვის რომ იმის გამო რომ დათვლაზე დაფუძნებული ალგორითმია ეს ენგრამი არ დავკარგო და არ გავყო ეს პირობითი ალბათობები. ანუ ერთი და იგივე შინაარსის ტექსტი მაქსიმალურად იმას აკრა. ვეცადო რომ ერთი და იგივენაირად გამოიყურებოდეს სუსტად. ამას ემსახურება ყველაზე მარტივი გამოყენება ამისი არის lower case-ში გადაყვანა. და ახაც უკვე მოთხოვს ხედავთ lower case-ში გადავიყვანოთ. ტექსტი, მოდი. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი აქ არის არა მარტო lower case-ში გადაყვანა, არამედ ისეთი ვთქვათ ავიღოთ კლასიფიკაციის ამოცანა. მოცემულია Amazon-ის review და მაინტერესებს ეს Amazon-ის review პოზიტიურია თუ ნეგატიურია. ამ შემთხვევაში სიტყვებს აქვს მნიშვნელობა მარტო და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს
პუნქტუაციას. ცოტა ისეთი დაშვება არის, შეიძლება პუნქტუაციასაც აი რაღაც სკოლაში იყო ეგეთი მაგალითები, რომ ძიმეს სად დასვლა, იმის მიხედვით წინადების შინაარსი ძალიან იცვლებოდა. რაღაც სახალისო მაგალითი იყო, ვიღაცამ მეფემ როგორც გრამატიკა არ იცოდა, სხვა ადგილად დასვა მძიმე და ვიღაცა მოკლეს შემთხვევით თუ ასე შემდეგ. მოკლედ, შეიძლება გაგონილი გაქვთ. და მაგის მიხედვით შეიძლება ვთქვა, რომ მე პუნქტუაცია საერთოდ არ მჭირდება. ჩემ ტოკენები მინდა რომ იყოს მარტო სიტყვები და თან მაგალითად მარტო ისეთი სიტყვები, რომელიც სტოპ-ვორდები არ არის. მაგის მაგალითი მაქვს ქვემოთ. სტოპ-ვორდები არის ისეთი სიტყვები, რაც აი ალბათ ყველა ტექსტში ხდება რა. აი is article-ები ამ შემთხვევაში of the ასე შემდეგ. მინდა რომ ეგენს მოვაშორო ტექსტს. ნუ ამ შემთხვევაში ვიყენებ რაღაც ისე NLTK-დან stop-word-ებს ინგლისურს. ვიღებ ტექსტს, ვატოკენებ, შემდეგ stop-word-ებს ტვირთავ ამ რაღაც NLTK stop-word-ებიდან ინგლისურს და ვფილტრავ, რომ ამ ტოკენებიდან მარტო დატოვო ისეთები, რომელიც stop-word-ებში არ მაქვს. და დამჭა აი ესეთი ნაბიჯი. აღმოჩნდა this ყოფილა stop-word-ი, is ასევე stop-word-ი, n ასევე stop-word-ი, example აღარა stop-word-ი, sentence. stop-word-ები როგორც წესი საქმეს აფუჭებენ, იმიტომ რომ ერთი და იგივე ეგ სიტყვები, ეგეთი ძალიან ხშირი სიტყვები, ყველა ტექსტში გვხვდება და ამიტომ დიდად შინაარსი მატარებელი არანაირად არ არის. აი, ეს რაც შეეხებოდა pre-processing-ს, ანუ ასე ვთქვათ, მარტივ pre-processing-ს, ანუ როგორ დავამუშავო ტექსტი იმისთვის, რომ მარტივი ტექნიკები გავიარეთ, იმისთვის, რომ რაღაც ელემენტარულად ზედმეტი ინფორმაცია მოვიშორო და სტანდარტიზაცია მოვახდინო, იმიტომ რომ ენგრამები ისედაც სტატისტიკური მეთოდია და თქვა, რომ არ დავკარგო მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ითხოვი ხარ იყო აქამდე. ეხლა დაუბრუნდეთ იმ ენგრამ მოდელის შექმნას კოდში და მე კიდევ პროცესინგზე რამდენიმე რაღაცა მაქვს თქვი. ამ წინა ნოუთბუქს დავუბრუნდი, სადაც ის ქონდა რა ქვია აკადემიური ნაშრომები. ესეც ატოკენებს ტექსტს. გამგავს ტოკენაიზერი გამოიყენება აქ. ნუ ხედავთ ეს ათითოეული ტექსტის რომ ამ შემთხვევაში lower case-ში გადავიყვანეთ. ეს პირველი მაგალითი. სიგრძით ასოტილი. ამ თეორიას ვიდეო გადავახტები. აი ხა ზუსტად ის შემთხვევა, როცა ორი რაღაცა ხდება. მინდა რომ გამოვყო წინადადებების ან სეკვენსების რაღაცნაირად ერთმანეთისგან, ან მაგალითად ერთი დოკუმენტი როდის დაიწყო, ან ერთი პარაგრაფი როდის დაიწყო, და როდის დამთავრდა. რაღაც შემთხვევაში ჭირდება unknown ტოკენის გამოყენება, იმიტომ რომ მაგალითად სატრენინგო კორპუსში არ შეხვედრია ესეც სიტყვა. და ენგრამები, როგორც გაჩვენეთ, ეს ენგრამები NLTK-შიც პირდაპირ ერთი ფუნქცია და შეგიძლიათ პირდაპირ გამოიყენოთ, აქ ხელით ვაკეთებ ამას. გადავუყვები ამ ხაზებს, სტატიებს, დავსპლიტე ტოკენებად, ახლა ამ შემთხვევაში white space tokenizers ვიყენებ, plural splits, ვაწებებ end of sentence ბოლოში, იმიტომ რომ ეს სეკვენსი დამთავრდა თქო მეორე უნდა დაიწყოს მერე და ყველა ენგრამს ვინახავ. current token-ი თუ პრეფიქსი არ ამახავსებული, თუ პრეფიქსი არ არის როგორ არის? ხო, ჯერ არის შევსებული, ერთ შემთხვევაში ხდება padding-ი, მეორე შემთხვევაში უბრალოდ წინა რამდენიმე n-1 სიტყვის ამოჭრა. და ვინახავ ამ count-ებში ეს არის რეალურად მთელი ჩემი მოდელი. პრეფიქსის ალბათობით, პრეფიქსის პირობით მიმდინარე ტოკენის ალბათობას უმატებ 1-ს. ანუ დათვლა არის წინა ამ პრეფიქსის შემდეგ current ტოკენი შემხვდა +1. ასე გადავუყვები ყველა lines და ამ სტატისტიკას ვითვლი. ეს არის counting graphs. აქ რაღაც sanity check-ი არის. ეხლა გადავიდეთ გენერაციაზე. გენერაციაში რა ხდება? გენერაციაში შევქმნი ჩემი Python-ის კლასი არის და შევქმნი ამ შემთხვევაში ეს ჩემი counts მოდელი, ასე ვთქვათ, სტატისტიკა, ლაინებზე დაყრდნობით
მაგ ალბათობები ალბათობა გამოითვლება ალბათობა იმისა, რომ მოცემული რამდენიმე სიტყვის პირობით ეს სიტყვა გენერირდება, ანუ ხდება მეპინგი ამ Python-ის დიქციონარიებიდან ამ ალბათობას. ამის პირობით ამ სიტყვის ალბათობა. და მე უბრალოდ ამას გადავუყვები count-ებს, ვჯამავ prefix-ის შემდეგ რა სიტყვების მოდის ყველას და ყოფ თითოეულის იმას. მოდიში. ანუ დაფიქსირებული prefix-ის შემთხვევაში ეს სიტყვა რომ მოდის, მაგ რაოდენობას გავყოფ მთლიანად ეს prefix-ი ამდენჯერ შევხვდა მაგას. ეს მასწავლებს უკვე ალბათობას. ან count-ები იყო აბსოლუტური მნიშვნელობები, რაღაც 3, 17, 30 ამ prefix-ის მერე რო ეს ტოკენი მოდიოდა. და მაგას თუ გავყოფ ეს prefix-ი ამდენჯერ შევხვდა, ვიღებ უკვე ალბათურ განაწილებას. მაგ ხდება აქ. და თუ გენერაცია მჭირდება მოცემული prefix-იდან, ისევ რაღაც დავსპრითავ ამ prefix-ს, ვიღებ ისე მოკლედ ეს უყოფთებს შევადავდი. რამდენი ამ ეს დავუშვათ რომ ეს ტექსტი შეიცავ მარტო ერთ სიტყვას და ჩემი Ngram მოდელი არის წინა 5 სიტყვას უყურებს. იმის მაგივრად რომ არა მაქვს ერთ სიტყვაში წინა 5 სიტყვას ვერ შევხედავ, ხო? უყურებ მარტო ერთ სიტყვას და წინა 4 სიტყვას ვავსებ იმ unknown ტოკენებით, ამ padding-ს ვაკეთებ. და მე ვიღებ უკვე მაგ prefix-ის ალბათო ეგ prefix-ი რა დავაფიქსირო, რა ალბათური განაწილებაა შემდეგ. ამას ვაბრუნებ. Get possible next tokens. ეს რაღაც დამხმარე მეთოდია, რომელიც get next token probability, რაც პრინციპში ამ ფუნქციას იყენებს და აქედან იღებს კონკრეტული მოცემული ტოკენის ალბათობას რა არის. იბატონო, ახაც სენკი ჩეკი ვაქვს. შევქმნი Ngram მოდელი, ტრენინგდება ისევ. ტრენინგდება როგორც სტატისტიკას ითვლის იმ დიდი რაოდენობით აკადემიური პეიპერების აღწერებზე. და ქვემოთ ნახავთ თვითონ გენერაციის პროცესს. ამას გადავახტები ჯერჯერობით. და იმაგრეთ. მივეცი prefix-ი რომ artificial ვიყენებ ზემოთ თქვენ აღწერილი ეს მოდელი. ანუ 3 გრამ მოდელი ნიშნავს რომ წინა 2 სიტყვას უყურებს და მესამე საფრედიკებს. მივეცი ერთი სიტყვა. ეს ნიშნავს რომ იქ ანუ ფარდის მიღმა დაემატა ამის წინ ერთი unknown ტოკენი და შემდეგ პირველი სიტყვის ალბათობა დაითვალა unknown ტოკენი artificial და შემდეგ რა ალბათობა უნდა რა სიტყვა მოდის რა ალბათობით. და ნუ ამას ვაკეთებ რაღაც 100 სიტყვას ვაგენერირებ, 100 ტოკენს ვაგენერირებ ეს. მე ვხედავთ ყოველ სხვა იმაზე რა ქვია კავშირებზე სხვა ტექსტი გენერირდება. ამას რატო გენერირდება სხვა ტექსტი და არა მაქსიმალური? ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. აი აქ იყო ზუსტად ის კოდი, რომელიც სემპლავს იმ განაწილებით. და შევხედავთ მოდი თვითონ ტექსტს და რამდენად გამართული. Artificial Neural Network DNN ეს მაინც მართალი უკვე არ არის. იმიტომ რომ შეიძლება D-side მოვიდეთ. With infinitely many items, example in subjects and evaluated using widely available shelf simple anatomic. მოგეთ. იმის გამო რომ წინა 2 სიტყვას უყურებს მარტო თუ ლოკალურად შეხედავ ფრაგმენტებს, აი მაგალითად using widely available. ვენიერი. Available shelf და მე მძიმე რომ მოდიოთ, სატომაც არა. Simple atomic activities. ასევე ნორმალურია, მაგრამ ჯამურად რო შეხედავ თელ ტექსტს, დიდი შინაარსი ამას არა. იმიტომ რომ ის ლოკალურად შემდეგ სიტყვას კი წინა 2 სიტყვიდან გამომდინარე კარგად აფილიტებს, მაგრამ ვეხედავს მანამდე სიტყვებს. აქ რო n-ი გავუზარდო მე და შეხედოს წინა 5 სიტყვას. ნახოთ ეს თუ იმუშავებს. წესით რომ მივიღო უკეთესი ხარისხის ტექსტები. ნახოთ, ხედავთ რა თქო SDN-ს უფრო
დიდი რაოდენობის დრო ჭირდება processing-ს. ამ შემთხვევაში იგივეს გავუშვებ. Artificial intelligence techniques from a steam generator modeling this paper. This paper describes a flexible approach for machine learning that utilizes presupposed რაღაც არის. მოკლედ, ეს ტექსტი გაცილებით უფრო გამართულია. თუ გძელი მას შევხედავთ შინაარს. თუმცა ნუ მაინც ამის ბოლოში, თქვათ, რო შევხედოთ აღწერის ბოლო ნაწილს, საერთოდ შეიძლება არანაირი კავშირი არ იყოს და სათაურთან. იმიტომ რომ სათაური თავშია, მე რაღაცი სიტყვა არის და მე აღწერა. Or ტყუები აქ რაღაც human posture recognition and image texture classification. ცალკე ეს გამართულია ტექსტია, რატომაც არა, მაგრამ არანაირი კავშირი არ აქვს paper-ის სათაურთან, რომელიც იყო artificial intelligence techniques for steam generator modeling. Სოციალ ადამიანის პოზა ამასთან. ხო. ნუ მოკლედ ესეთი ეს არის Engram მოდელის შინაარსი. ეხლა შეგვიძლია მე მგონი ცოტა ხანი შევისვენოთ ამ კითხების კითხოს დავუბრუნდეთ. და შემდეგ გავაგზავნოთ. ამ ყველაფერს დაწერა ესე ხელი თავისუფლად არ არის ხოლმე. ისე რაღაც NLTK-დან შეგიძლიათ პირდაპირ Engram მოდელი დაიმპორტოთ. გადასცემთ ტექსტების ლისტს და აბრუნებთ მოდულს. შეგიძლიათ და როგორც ახლა გამოყენება ქონდა პრეფიქსის მითითებით. ტექსტი რო დაგენერიროთ. ეგ გააკეთოს. მთელი ეს კოდი ზემოთაც მეწერა დასემფლის და ასე ვთქვათ, სტატისტიკების დათვლის ერთავიდან აირიდოს ახლა. მაგრამ ნუ იმისთვის რომ გვეხმოდეს შინაარსი რა არის? არის საჭირო. ერთი 3 მინუტი შევისვამოთ და გავაგზავნოთ მე. თან შეგვიძლია უფრო მეტიც.
აი, მე მგონი შეგვიძლია გავაგრძელოთ თუ თანახმა ხართ თქვენც. Понятно. კარგი. ეს იყო რაღაც მარტივი იმპლემენტაცია Ngram მოდელის თვითონ. ნახეთ რომ რაც უფრო გავზრდით იმას რა ქვია, ენის რაოდენობას, უფრო და უფრო მეტად აქცევს ყურადღებას არ აღწევთ ხომ ამ შემთხვევაში. უფრო და უფრო მეტად კარგი ტექსტი გენერირდება იმ თვალსაზრისით, რომ კონტექსტში ანუ კონტექსტისთვის რელევანტური ტექსტია. თუმცა უსაშუალოდ ამის გაზრდა არ შეგვიძლია. უკვე რაღაც 10 ზომის Ngram-ის დათვლა სტატისტიკების და თვითონ მეხსიერებაში შენახვაც, როგორც თქვით, უკვე დიდ გამოთვლით რესურსს მოითხოვს. ალბათ აი საძიებო სისტემებშიც თუ სწორად მახსოვს მაქსიმუმ 6 გრამიანი 6 გრამებს იყენებენ. ანუ რაღაც ერთ ტექსტ იყენებდნენ მაინც სტატისტიკურ იმებში, ხო, Google Search-ში. შემიძლია დავსერჩო სიტყვა, ყველაზე მარტივია რომ რაღაც keyword, როცა დავსერჩე რაღაც სიტყვა, რაღაც query, მაგალითად საქართველოს და არის საქართველოს დედაქალაქი. ნახო საიტებზე თითოეული სიტყვა ხდება თუ არ ხდება და რამდენად ხშირად ხდება. ეს ერთი ვარიანტია. მეორე ვარიანტია რომ უკვე საქართველოს დედაქალაქი, ანუ ორეულები დავსერჩო. საქართველოს დედაქალაქი ხდება თუ არა თითოეულ იმაში, დოკუმენტში. ან მე სამეულები რა არის საქართველოს. ან საქართველოს არის საქართველოს დედაქალაქი. ეს სამეულები ხდება თუ არა დოკუმენტებში და ასე შემდეგ. ანუ მაქსიმალური რაც ასე ვთქვათ ადეკვატურია რომ გამოიყენო და ძალიან დიდი რაოდენობის მეხსიერებას არ მოითხოვს თუ ვერტები 5 თუ 6 გამიანი მოდელები იყო მაგზიების შემთხვევაში. და აქაც language modeling-შიც სხვა ტექნიკები მოდელირების დროს ტექსტის დაგენერებაში ჯობია, ამიტომ დიდი რაოდენობით Ngram-ებზე როგორც წესი არ გვხომე ლაპარაკი. რეალისტური არის აი 2-დან 5-მდე რეინჯი. დაახლოებით. ერთი წამი ამას ხება გავაზიარებ. მოდი ნახოთ. შეფასება რა დაგენერებული ტექსტი ამით კარგია ეს როგორ მოახერხოთ. ერთი ვარიანტია დავართ ყველაზე ნახდი რომ შევხედოთ თვალით და დავიკითხოთ რამდენად გამართული ტექსტია. და აზრი აქვს თუ არა. ეს მაინც რიცხვობით მნიშვნელობას ამ მაგ შემთხვევაში ვერ მივანიჭებთ ტექსტს. რას ნიშნავს ტექსტი 10 კვლას იმსახურებს და რას ნიშნავს 7 კვლას იმსახურებს. გამართულობის რაღაც შინაარსის თვალსაზრისით. ამიტომ რაღაც მეთოდი გვჭირდება, რომელიც ადამიანს დამოკიდებული და იქნება და რიცხვითი, რადგან ალბათური მოდელი არის, ტექსტის გაგრძელების ალბათობები ხდება, ისევ რაღაცნაირი საზომი გვჭირდება. რამდენად ალბათურია ჯამურად ეს ტექსტი მაგის. ანუ ერთ-ერთი ეგეთი მეტრიკა არის perplexity ქვია. და perplexity-ის ფორმულა ერთ მარტივი რაღაცა მოცემული წინადების perplexity, ანუ W1, W2, WN, ასე შემდეგ. ამის perplexity არის თითოეული სიტყვის დაგენერირების ალბათობა რაც იყო, მაგათი ნამრავლი, ხარისხად -1 მეენედი. 1 მეენედი ნიშნავს რომ მეენე ხარისხის ფესვი და ლოგიკურია თუ n-ს რაღაცას ერთმანეთს უამრავლებ, საშუალო რო გამოვთვალო მაგათი ფესვი გამოიღო. ანუ მინუსი, იმიტომ რომ ეს ალბათობები უარყოფითი სიდიდეებია, ფესვი უარყოფითი რიცხვი. ფესვი, ხო, უარყოფითი. კი არა, ერთნაკლები სიდიდებია, 0-დან 1-მდე სიდიდებია და ანუ ეს მინუსი ნიშნავს რომ 1 გაყოფილი მაგაზე იქნება, ამიტომ perplexity-ის მნიშვნელობა იქნება პლუს უსასრულობიდან თუ არ ვწდები 0-მდე. ხო. და შეგვიძლია დავთვალო მოდელი რომ დააგენერირებს რაღაც ტექსტს, მაგის perplexity რა არის? რაც უფრო დაბალია perplexity, ნიშნავს რომ უფრო მეტად ალბათური ტექსტი დააგენერირა მოდელმა. და რაც უფრო მაღალია, ესე იგი ეგეთი ტექსტი თან არალბათური. და შევადაროთ ახლა ამ perplexity შევადაროთ 1 გრამიანი მოდელი, 3 გრამიანი და 10 გრამიანი. ეს არის ვარდები სატესტო იმაზე რა ქვია. უბრალოდ გასატესტად არის იმ ფუნქციის რაც ზემოთ ახსენე.
ამიტომ ეხლა ხდება რეალური შედარება 1 გრამიანი, 2 გრამიანი და 3 გრამიანი მოდელების. რაღაც სატესტო იმაზე რა ქვია, სემპლებს. უგაცრავად perplexity ვახსენეთ რა არის თუ იგი perplexity-ია წერილში რაც არის. Perplexity არის თითოეული სიტყვის და გენერების ალბათობა, რომ ერთმანეთზე გადაამრავლო. და ეგ აიყვანო -1 მეენეთ ხარისხი. და ნუ ინტუიცია მაგისი არის თვითონ მთლიანი ტექსტი რამდენად ალბათურია ან არაალბათურია. დიახ, გასული ვიყავი და ვერ მოვუწევ. არა უშავს. ეს -1 მეენედი, იმიტომ რომ მეენე ხარ n რიცხვის ნამრავლი არის. აქ n სიტყვა დაგენერირდა და n რიცხვის ნამრავლია და ამიტომ ლოგიკურია რომ მეენე ხარისხის ფესვი ამოვიღო, თუ რაღაც საშუალო ალბათობას ვითვლი. და იმის გამო რომ ეს ალბათობა იქნება 0-დან 1-მდე, უარყოფით ხარისხში ავიყვან ეს ატრიალდება, ხო? ერთი ყოფილი მაგაზე იქნება. და მივიღებ ამ მეტრიკას, რომელიც არის 0-დან პლუს უსასრულობამდე, პლუს უსასრულობამდე საშინელი ტექსტია. ძალიან დაბალ ალბათურია და უფრო დაბალი მნიშვნელობები perplexity-ს ნიშნავს, რომ მეტად ალბათური ტექსტი დაგენერირდა. და როგორც წესი, თუ ძალიან მაღალია perplexity, ეს ნიშნავს, რომ ამ მოდელმა ეგ ტექსტი არის ის მაგ ტექსტის შინაარსი. შინაარსი იყო მაგის მსგავსი ტექსტი არ უნახავს. ან უბრალოდ იმ რაღაც დასემფლის დროს არა დაბალ ალბათობიანი სიტყვები ამოიღო. და გაუშვი შედარება n უდრის 1 გრამიანი, 2 გრამიანი და 3 გრამიანი მოდელების. და ვხედავთ ამ perplexity-ის მნიშვნელობებს. 1 გრამიანი, წინა სიტყვას თორტები ეს წინა სიტყვასაც არ უყურებს. უბრალოდ მოცემული სიტყვის ალბათობას. ამის perplexity დაბალია, n უდრის 2-ის შემთხვევაში მაღალია და 3-ის შემთხვევაში საერთოდ ძალიან მაღალია. და ეს გამოწვეულია იმითი, რომ ეს გამოწვეულია იმითი, რომ რაღაცა ზუსტად რაც უფრო გავზრდი ამ n-ს, ანუ უფრო მეტი ზომის პრეფიქსი შევხედავ, უფრო და უფრო ხშირია ის შემთხვევები, როცა ისეთი პრეფიქსი არ მინახავს საერთოდ ტექსტში. და მაგის გამო ალბათობა არის 0-თან ძალიან ახლოს. და 0-თან ძალიან ახლო ალბათობა იწვევს იმას, რომ აი ამ ფორმულაში 0 ეს თათვალთ მთლიანი ნამრავლი 0-თან ძალიან ახლოს არის. იქიდან ფესვი ასევე 0-თან ძალიან ახლოს იქნება და ეს რო ატრიალდება, ერთი გაყოფილი 0-თან ახლო რიცხვზე მაძლევს პრაქტიკულად უფრო დიდ რიცხვს. როგორც ამ შემთხვევაში ვქონდა. თითამი. ამ შემთხვევაში რაღაც არ ვიცი, ეს რიცხვი როგორც გამოიწვია ისე ვეცარ. და ხო, გამოწვეულია იმით, რომ ზუსტად ეს სტატისტიკური მოდელია და საკმარისად დიდი პრეფიქსი თუ ავიღე, იმის ალბათობას კარგად ვერ ავყასებ. იმიტომ რომ ძალიან იშვიათად შევხვდებოდი ეგეთ გზელ ტექსტს იმაში კორპუსში. და ამის გვერდისავლის ერთ-ერთი მექანიზმი არის smoothing. ანუ მე რო რაღაც სტატისტიკას ვითვლი, რაღაცნაირად უფრო მეტად გავაგლოვო ეს სტატისტიკა. ანუ რაღაცეები თუ ლაპლასის smoothing არის ერთ-ერთი ეგეთი ტექნიკა, რომელიც ესეც ცდილობს ამ მოკლედ განაწილების ასე ვთქვათ, გაგლუებას მეტად, რომ ნული ალბათობები არ მქონდეს. უშვებს, რომ ყველა შესაძლო პრეფიქსი ერთხელ მაინც ნახა კორპუსში. და ეს ნიშნავს, რომ ნული ალბათობა არასდროს არ ექნება არც ერთ პრეფიქსის პირობით, არც ერთი პრეფიქსის პირობით, არც ერთ სხვა სიტყვას. და ნუ ამის გამო ეს პრობლემა მოიხსნება. ნული ალბათობის პრობლემა მოიხსნება. ეს რაღაც ფორმულა. კაუნტი გაყოფილი კაუნტების ჯამზე იქნებოდა რეალურად n გრამი როგორც აკეთებს და აი ამ რაღაც დელტა თუ სიგმას დამატებით მოკლედ ხდება ეს დაფრკელება. უშვებს, რომ ერთხელ მაინც ნახა თითოეული სიკვენსი რა. ახლა უკვე ეგეთიან გენერაციას თუ შევადარებთ ამ ლაპლასიან გენერაციას 1, 2 და 3 შემთხვევაში. უკვე ნახავთ, რომ იმის გამო რომ ეს ნული ალბათობების პრობლემა მოგვეხსნება, ეს perplexity-ებიც შედარდება, ნახავთ, რომ რაც უფრო მეტად გაიზრდება n გრამების შემთხვევაში, უფრო დაბალი perplexity მექნება და არა უფრო მაღალი, იმიტომ რომ ტექსტი უფრო მეტ კონტექსტს, ანუ ეს მოდელი უფრო მეტ კონტექსტს ხედავს და მაგის გამო უფრო მეტად რაღაცა ვთქვათ, გამართული ტექსტი მექნება. ეს თეორია და ინტუიცია ასეთი. ხედავთ, რომ perplexity დაიქმნა.
ეს ალკე პრობლემას აჩენს იმას, რომ თუ მე დავუშვირო ნებისმიერი სეკვენსი პრეფიქსის და მოკლედ ტექსტის ნებისმიერი სეკვენსი ერთხელ მაინც ნანახი მაქვს. გამურად დაემატება ის ქვემოთ იმაში რა ქვია. ნიშნავს დაემატება რამდენი კომბინაცია შეიძლება არსებობდეს პრეფიქსის მაგდენი. ეგზომა. რაღაც vocabulary ზომა კლიანტ. მაგის რაღაც ხარისხი მეორე ან მესამე ხარისხი. და მაგის გამო ცოტა რთული ხდება განსხვავება რეალურად კარგი და ხშირი ტექსტები რა არის და აი ეს ხელოვნურად დამატებული ვითომ ერთხელ შემხვდა ტექსტები რა არის პრეფიქსები. და მაგის გამო ბრწყელდება ალბათობა და რაღაც ძალიან დიდი რაოდენობის წილს აი ამ ალბათურ განაწილებაში ვანაწილებთ ისეთ შემდეგ სიტყვებზე რომელიც რეალურად უაზროა და არასდროს არ უნდა დაგენერირებულიყო. ან შეცდომა კი არ იყო რომ 0 ან 0-თან ახლო ალბათობა ქონდა მაგათ. ეგრეც უნდა ყოფილიყო. აი მაგალითად საქართველოს დედაქალაქი არის კინოარწვერი. ამის ალბათობა რეალურად 0 უნდა ყოფილიყო და ეს ტექსტის ანუ ის ალბათობა რომ კინოარწვერი არ უნდა მოსდევდეს მაგ სიტყვას, მაგ ტექსტს რეალურად 0 უნდა ყოფილიყო და არა ვითომ ერთხელ ვნახე. იმიტომ რომ ეს ვითომ ერთხელ ვნახე აკლებს ალბათობას ტექსტს საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი. ესეც ლაპლასის სმუთინგის იმპლემენტაცია არის ამ ფორმულის პირდაპირ გადატანა კოდში. ამიტომ მაინც ახლა საინტერესო არ არის. ოკეი. ისევ დაუბრუნდები იგივე პრობლემას ამ 0-თან როგორ უშვებოთ იმას რომ გამყოფში 0 არ გვინდა რომ კონდეს. აქაც ეს პრობლემა არის აღწერილი. კიდევ ერთი მიდგომა არის შემდეგნაირი. რომ მაგალითად ვაფასებ ისევ ამ წინანდებას ISO cat on met. ამის ალბათობა ვთქვით რომ 4 გრამ მოდელის შემთხვევაში იქნებოდა აი ესეთი რაღაცა. met-ის ალბათობა cat on e, ანუ დავაიგნორეთ პირველი სიტყვები და რამდენჯერ ვნახე ეს ტექსტი, გაყოფილი რამდენჯერ ვნახე ეს ტექსტი. ქვედა არის პრეფიქსი, ზედა არის ის met რომ მოსდევდეს ამას მაგის ალბათობა. და რა ხდება თუ ქვემოთ 0 მაქვს, ისე რაღაც დღევანდელ ლექციაში ლოგიკაში ტრიალით. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს რადგან სტატისტიკური მოდელია და თუნდაც არასტატისტიკური იყოს. რაღაცა ტექსტები აუცილებლად არასდროს არ მექნება ნანახი. იმის გამო რომ ტექსტი ესეთი, ანუ რაღაც ბუნებრივი ენა ესეთი მოქნილი ტიპია და ერთი და იგივე რაღაცის თქმა შეიძლება ბევრ სხვადასხვანაირად. და თან ისეთნაირად შეიძლება რომელიც საერთოდ არასდროს არავის არ უთქვამს. რაღაც ან ერთ-ერთი ისეთი საინტერესო ფაქტია, კარტი ხوار 58 წელი კარტია იმაში. დასტაში. და რო აჩეხო ეს კარტი, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ისე აჩეხე, როგორც აქამდე არასდროს სამყაროში არავის არ აუჩეხავს. იმიტომ რომ კომბინაციების რაოდენობა არის 52-ის ფაქტორიალი და ეს 52-ის ფაქტორიალი არის წარმოუდგენლად დიდი რიცხვი. ამიტომ კარტს თუ ჩეხავთ, შეგიძლიათ თავი უნიკალურად იგრძნოს ყველა აჩეხვას. იგივეა დაახლოებით ტექსტის შემთხვევაში, ხა რა თქმა უნდა, უფრო მეტად რაღაც ჩარჩოებშია მოქცეული და ეს რენდომად სიტყვებს ქვაკი არ უყრით. მაგრამ შემიძლია რომ თქვა იგივე აზრი ისე, როგორც სხვებს არ ვთქვათ. აზრი იგივეა, მაგრამ სიტყვების კომბინაცია სხვადასხვანაირი. ამიტომ ეს პრობლემა ყველგან დგება რა ნებისმიერ ენით მოდელირების ამოცანაში. და ერთ-ერთი ამ კონკრეტულად ენგრამის შემთხვევაში ეგეთი გვერდის ავლის გზა არის. რომ შემიძლია თუ მე ვერ ვიპოვე 3 სიგრძის სიტყვა, ანუ 3 სიგრძის ტექსტი იმ კორპუსში, ანუ cat on e, არასდროს არ მინახავს კორპუსში. შემიძლია შევხედო, აი გვაქვს. თუ ამის ალბათობა არის 0, მოდი შევხედო ბოლო 2 სიტყვას. ანუ გადავიდე 4 გრამ მოდელს თუ უყურავდი, ახლა 3 გრამ მოდელზე გადავიდე. ანუ შევამოყო პრეფიქსის სიგრძე. სავარაუდოდ უფრო მეტი ალბათობა რომ ეს მექნებოდა ტექსტში. თუ ამის ალბათობაც თუ ესეც 0-ია, მაშინ გადავიდე მარტო ბოლო სიტყვას შევხედო. ანუ თუ ესეც 0-ია, მაშინ თქვა რომ უბრალოდ met სიტყვის დაგანერების ალბათობა არის უბრალოდ სიტყვა met რამდენად შეხვდა იმაში რა ქვია. თემ კორპუსში. ესე გამომარტივ, ანუ ავირიდო ნულოვანი ალბათობები. ამას ქვია stupid back off, ესეთი ტექნიკა. თუ პრეფიქსი არ შეხვდა, შევამოყო პრეფიქსი. კიდევ ერთი ვარიანტია, რომ უფრო მეტად
თუ მინდა რაღაც უკეთესად აღწერო ეს კონტექსტიდან ინფორმაცია შევაჯამო. თუ უყურან 4 გრამ მოდელში პრეფიქსი 3 ზომის ისევ. და მარტო 3 სიგრძის პრეფიქსიან ალბათობას კი არ შევხედო. რაღაცა წრფივი კომბინაციას შევხედო 3 სიგრძის პრეფიქსით, 2 სიგრძის პრეფიქსით, 1-ით და უპრეფიქსოც. და ამის წრფივი კომბინაცია ეს რაღაც ლამდა პარამეტრების შევარჩიო. ისე რომ ტექსტი უფრო მეტად მომწონს. ესეც ახლა როგორ უნდა შეაჩეროს ლამდა, მაინც დიდად გარკვეული არ არის. ალბათ სავარაუდოდ მეტი ალბათობა უნდა ქონდეს გზავ პრეფიქსებს. შემდეგ ნაკლები და ნაკლები. ისო რაღაცნაირი ტექნიკაა აი ამასთან მიახლოების, stupid back-off-თან მიახლოების. Laplace smoothing-ზე უკვე ვილაპარაკეთ და კიდევ ერთი smoothing-ის ტექნიკა არის, რომელიც არ ვიცი აქ არის თუ არა. რომელიც ალბათ მეგონი ყველაზე კაი ტექნიკაა. ეს არც ეს არ ვიცი როგორ გამოითქმის. ამის smoothing-ის ტექნიკა ცოტა რთული ის აქვს ფორმულა აქვს, მაგრამ ნუ პრინციპი იგივეა, რომ რაღაცნაირად იმ შემთხვევაში თუ 0 ალბათობა მაქვს, ანუ თუ პრეფიქსი არ მოიძებნა იმაში რა ქვია ფერმ კორპუსში, რაღაცნაირად უფრო მოკლე სიგრძის პრეფიქსების დგავიდე ფონს. და ეს ტექნიკა არის smoothing-ის ყველაზე კაი ტექნიკა, ზუსტად იმ პრობლემის გამო, რომ ლაპლასი რაღაც უაზრო სიტყვებსაც კი ალბათობას ანიჭებს. ანუ უაზრო გაგრძელებებსაც ალბათობას ანიჭებს. და ეს smoothing-ის ტექნიკა უფრო მეტად გავს აი ამ linear interpolations და stupid back-offs. მათემატიკურად მოუწონეთ არის აღწერილი. იცი ამის გამოყენებაც რაღაც ბიბლიოთეკიდან დაიმპორტების ამბავია. სავარაუდოდ NLTK-ის უკვე აქვს. კი არა ვიცი, გარანტიულად ვიცი რომ აქვს. აი, ამით მეგონი ეს ნაწილი დამთავრდა. მოდელირების ნაწილი, ტექსტის გენერაციის ტექნიკები ენგრამის შემთხვევაში. და რამე კითხვა ხომ არ გვაქვს. მეგონი გავიდეს ბოლოში. მგონი ყველაფერი გასაგებია, კარგად მიდიობს. Okay. ერთი demo notebook-იც ვნახოთ, სადაც ეს რაღაც თვლიანი pipeline-ი გავლილი იქნება. ენგრამისგან დამოუკიდებელ ტექსტის pre-processing-ია მარტო. ამ შემთხვევაში ეს კეგლიდან არის ესეთი notebook-ი. და pre-processing-ის ორი ისეთ კომპონენტზე ვილაპარაკებ, რაზეც აქამდე არ გვითქვამს. ზუსტად იგივე мотивация გამასაც უკან რომ მაქსიმალურად იმის გამო რომ უბრალოდ სტატისტიკურ დათვალს ვაკეთებთ ახლა, მსგავსი სიტყვის ფორმები შევინარჩუნოთ. და მაგალითად ერთი 100-ს ცვლილებით არ შეიცვალოს ეს პრეფიქსი. ან მაგალითად ერთი 100-ს ცვლილებით არ შემეცვალო თუ ვაკეთებ სენტიმენტის ანალიზს, თუ იქ ერთი 100 შეიცვალა, მაგალითად არ ვიცი. რაღაც მე მყავს ან ასე ვთქვათ, მე მყავს 1 კატა. ეს ტექსტი და მე მყავს 2 კატა. ეს შინაარსობრივად ერთ და იგივე ტექსტია. და 1 და 2 სენტიმეტრზე გავლენას არ უნდა ახდენდეს. და რა პრეპროცესინგის ტექნიკები არსებობს, რომ მაქსიმალურად თავიდან ავიდოთ ესეთი ზედმეტი ნოიზი ამოცანის მიხედვით. ამ შემთხვევაში ეს ავტორი ესე იგი განიხილავს Twitter-ის tweet-ებს და მაგაზე აკეთებს სენტიმეტრის კლასიფიკაციისთვის processing-ს. ისე დაიმპორტება რაღაც ბიბლიოთეკების, ჩამოტვირთა Twitter-ის მაგალითი, ძალიან ბევრი დატასეტია, რაც პირდაპირ ბიბლიოთეკიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და როგორც შეგიძლიათ ვთქვათ რაღაც Wikipedia-ს დამპი აიღოთ ან საიტი და გაპარსოთ და სკრიპტოთ სხვა თულების გამოყენებით, ისე შეგიძლიათ პირდაპირ გამზადებული ნიუსების, tweet-ების, ასე შემდეგ, Reddit-ის პოსტების მაგალითები ან ფიფერების რაც წინ მაგალითში ვნახეთ, ეგენი პირდაპირ აიღოთ და მაგაზე იმუშაოთ. ამ შემთხვევაში გვაქვს ორი პოზიტიური და ნეგატიური tweet-ები, 5000, 5000.
განაწილებაა დათვლილი და მაგალითები აქ ეს არის თქვა პოზიტიური თვითი, ეს არის ნეგატიური თვითი. იმიტომ რომ ესეც სმაილია. აქ ესეც სმაილია. პრეპროცესინგი, რადგან უკვე ვილაპარაკეთ სტოპ-ვორდების წაშლა, იმიტომ რომ მაგალითად სენტიმენტის ანალიზის დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს აი ამ რაღაც სიტყვის ნაწილაკებს, არტიკლებს, ისეთ სიტყვებს, რომლებიც ყველა ტექსტში შეგვხვდება, როგორც პოზიტიური შეგვხვდება, ისე ნეგატიური შეგვხვდება. მაინც კიდევ უნდა ვიყოთ, რომ ისეთ სიტყვები არ გადაყვეს ამას, რაც მნიშვნელოვანია, მაგალითად სენტიმენტისთვის ამ შემთხვევაში. მაგრამ როგორც წესი ესეთ ამოცანებში, კლასიფიკაციის ამოცანებში შეიძლება კარგი აზრი იყოს. მე რომ ენის მოდელირების ამოცანაში პრეპროცესინგის სტეპად სტოპ-ვორდები გადამეყარა, ეს ნიშნავს, რომ გრამატიკულად გაუმართავ ტექსტს მივიღებთ. იმიტომ რომ ეს არტიკლები, რაც საჭიროა ვთქვათ ინგლისურ ტექსტში, ან პუნქტუაცია, ასე შემდეგ. ეგრე წამეშალა. ვერ დავაგენერირებდი გამართულ ტექსტს, იმიტომ რომ მე ეგ სიტყვები მჭირდება გრამატიკულად გამართული ტექსტის ასაგენერირებლად. ამ შემთხვევაში, დავთვალავთ, რომ არაფერი უკეთესობა არ მოაქვს ამ სტოპ-ვორდებში. ამ შემთხვევაში თქვა რაღაც, რადგან ლინკები არის თვიტებში აშალა ლინკები. მაგალითად, აქ ლინკი იყო მითითებული და აქ უკვე აღარ აქვს ლინკი, იგივე გავუკეთა ჰეშტეგებს, თუმცა შეიძლება რომ ჰეშტეგებშიც საინტერესო ინფორმაცია იყოს სენტიმენტისთვის. დაატოკენა ერთ-ერთი Twitter-ის ტოკენაიზერით. ამ შემთხვევაში ხა Twitter-ის ტოკენაიზერია გამოყენებული, იმიტომ რომ სავარაუდოდ ეს ემოჯიები რადგან შეიცავს თქვათ ჰეშტეგებს, ამ ტოკენაიზერმა იცის, რომ ეს ემოჯი ცალკე ტოკენია. და ეს შინაარსი ამ ტოკენის გასწავლებულია, ვიდრე ცალკე ორი წერტილი ყოფილიყო და ცალკე ფრთხილი. იმიტომ რომ ერთად ეს ნიშნავს ღიმილიან სმაილს და ცალკე არ ნიშნავს ღიმილიან სმაილს. წაშალა სტოპ-ვორდები, წაშალა პუნქტუაცია, ჩათვალა რო არ ჭირდება კლასიფიკაციისთვის. და ეს უკვე გასუფთავებული ტექსტია. ეს იყო საწყისი. და ამ შემთხვევაში პუნქტუაციების და ყველაფრის წაშლის შემდეგ დაგჭირა ესეთი ტექსტი. ხო, მნიშვნელოვანი ნაწილი რაც არ ვილაპარაკია. არის თემინგი და ლემატიზაცია. თემ არის თუ არა ფუძე. ფესვი. და რა არის ამის შინაარსი? ერთი და იგივე სიტყვის სხვადასხვანაირი ფორმა რო დავიყვანოთ საერთო ფუძეზე. ანუ learned, learning, learned ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში happy, happiness, happier. ყველა ეს არის ერთი და იგივე რაღაცის გამოხატველი სიტყვა, უბრალოდ ფორმა არის განსხვავებული და ფორმა სინტაქსური მიზეზების გამო არის განსხვავებული. მაგრამ სენტიმენტის ანალიზისთვის შეიძლება რომ ეს არანაირ განსხვავებას არ გვაძლევდეს. ანუ არ მაინტერესებს მაინც სიტყვის ფორმა იმისთვის, რომ მივხვდე შინაარსი რა სიტყვა დგას. ამის დაახლოებით ეს გავს Google search-ის დროს, რომ keyword-ებით წერთ და არა გრამატიკულად გამართულ სიტყვებს. Google search-ი მაინც გუშაობს, იმიტომ რომ keyword-ებს აქვს მნიშვნელობა და არა იმას, რომ მე გრამატიკულად სწორად შევუსაბამე თუ არა სიტყვის ფორმები ერთმანეთს. იგივე რაღაცა არის აქ. მე თუ ეკეთი სიტყვების უბრალოდ ფუძეების სიმრავლე მაქვს, იმას დაკვირვებითაც კი შემიძლია ამოვიცნო, ეხლა იქ ანუ სენტიმენტი დადებითია თუ არ ყოფილი. და სტემინგი მაგას ნიშნავს. ყველა სიტყვა, ყველა ტოკენი დაყავს თავის ფუძეზე. ეს ყველა სიტყვა learned, learning და ასე შემდეგ დაიყვანდა learn ფუძეზე. იგივე ამ happiness-ის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ხედავთ, რომ beautiful ამ ფუძეზე დავიდა, sunflowers ამაზე დავიდა, sunny, Friday, მოკლედ ასე შემდეგ. ხედავთ, რომ ეს ასე ვთქვათ, ემოჯიებს და რაღაცებს ეს არ შეეხო სმაილებს. ნუ ამ შემთხვევაში ეს პროცესინგის pipeline-ი ამით დამთავრდა. მეორე ვარიანტი არის სტემინგის ლემატიზაცია. სტემინგი უბრალოდ რაღაც ჩაგვალეთ, რომ პრეფიქსებს და სუფიქსებს აჭრის ტექსტს და ლემატიზაციისთვის პირდება სხვა ისე რა ქვია. სხვა სლაიდი. წამი. რომელიც არის აი მაგალითად აქ არის განსხვავება რაღაცა ჩვენი. ერთ შემთხვევაში თემერს ვიყენებ, მეორე შემთხვევაში ლემატიზაციას.
Stemming-ი როგორც ვთქვი, ფუძეებია, პრეფიქსებს და სუფიქსებს აცლის. ყველგან ამ ეს სიტყვები გადავიდოდა ამ სიტყვებში. და ლემატიზაცია აკეთებს ამას ინფინიტივი ქვია მოკლედ. საწყისი ფორმა სიტყვის. სადაც აი jumping გადის jumps-ზე. ან აი სიტყვა am გადავიდოდა b-ში. m-ის ფუძე სიტყვა m-ის ფუძე b არ არის, მაგრამ არის m ნიშნავს ვარ, ხო? ვარ რო გადასულიყო სიტყვა ყოფნაში. აი მაგას აკეთებს ლემატიზაცია. გისმენთ? სტემინგზე იქ many რო ეწერა i ანუ y რატო შეცვალა i-თი? აქ. დიახ. რატო არის ამის ფუძე, ხო? ეს კაი შეკითხვა, იმიტომ რომ ასე აშკარად განსხვავდება. სავარაუდოდ ვერ ვფიქრობ ეხლა სხვა სიტყვას, რომელიც იგივე ფუძეზე დავიდოდა და ამიტომ ეგეთი მაგალითი რომ ვფიქრო, ეს პრობლემას შექმნიდა ჩვენი მოდელისთვის, ან ესეთი ის თუ ამას ან რამე პროცესირებას თუ გავუკეთებ წესით მიხდება რომ იგი უნდა იყოს ჩვენი მოდელისთვის შენაბობ Ngram მოდელისთვის? დიახ. ხო, Ngram მოდელი როგორც განვიხილეთ, აი ხა იმ შემთხვევაში ტექსტის გენერაციაში თუ ვიყენებდით, რა თქმა უნდა, მე თუ ამაზე დავატრენინგებ Ngram მოდელს, სულ ტექსტს დააგენერებს. ანუ ეს სიტყვები რეალურად არ არსებობს. ესეც სიტყვა არ არსებობს, ხო? ამიტომ ეს პროცესინგი ხარ რას თქვი, არ კეთდება language modeling-ის დროს. ისევე როგორც lower case-ში გადაყვანა. შეიძლება lower case-ში გადაყვანეთ, მე დავუკარგო ის, რომ ჩემო მოდელმა შეძლოს, რა ვიცი, კერძო სახელების დაწერა. გეგა დაწეროს პატარა ასოთი, ან საქართველოს დაწეროს პატარა ასოთი, ჯორჯია. აი ბოლო pipeline-იც განვიხილა, ის იყო tweet-ების კლასიფიკაცია, სენტიმენტის ანალიზი. და სენტიმენტის ანალიზისთვის მე ტექსტი არ ვაფრედიქტებ ესე. უბრალოდ მინდა რომ სიტყვებში რაღაცები ანამშრომლოვანი ნაწილები გავფილტრო და დავტოვო მარტო ისეთი ნაწილები, რაც დამეხმარება კლასის ამოცნობაში, სიტყვის კლასის ამოცნობაში. და მაგ შემთხვევაში უკვე, ანუ სადაც ტექსტის გაგენერება არ მიწევს და ეს Ngram მოდელები ამ შემთხვევაში გამოიყენება საერთოდ. მაგრამ ამ შემთხვევაში ამ სტემინგთან ლემატიზაციას აქვს აზრი. იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვანაირი ფორმა სიტყვის შეიძლება ერთ ფუძეზე დაიყვანებოდეს. და დიდად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ხა აქ მაგალითად squid-ს ეწერა თუ squid ეწერა, სენტიმენტისთვის მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ფუძე იგივეა. გასაგებია. ამიტომ აი ეს სტემინგი, ლემატიზაცია, კიდე სხვა პროცესი, თქვათ იგივე სტოპორდები რო წავშალეთ, ხო? სტოპორდები რო წაშალო შენ language modeling-ის სასწავლო ტექსტში, ისწავლი გრამატიკულად გამომართავ ტექსტს, იმიტომ რომ არ გექნება სტოპორდები არის რაღაცა m r the ასე შემდეგ. ისეთი სიტყვები, რომელიც ძალიან ხშირია. პრაქტიკულად ყველა ტექსტში ხდება და ეგეთი სიტყვები რო წავშალო, ნიშნავს რომ ისეთი მნიშვნელოვანი სიტყვები წავშალე, რომელიც ნებისმიერი ტექსტის დასაგენერებლად გვჭირდება. და ნიშნავს რომ სავარაუდოდ დაგენერებული ტექსტის გამომართავი იქნება. უბრალოდ ამ შემთხვევაში და გენერაცია არ არის და ენის მოდელი ამოცანა, ამ შემთხვევაში არის კლასიფიკაცია და ჩათვალეთ რომ აი feature engineering-ს ვაკეთებ რა. სადაც ფიჩერები არის სიტყვები. ოკეი, ეს განსხვავება აი ამ სტემინგს და ლემატიზაციას შორის. ორივე არის რაღაც ლინგვისტური ფორმა, ლინგვისტური ოპერაცია, ეს შემთხვევაში ფუძეზე დაყვანა და მეორე შემთხვევაში არის რაღაც საწყის ფორმაზე, სადაც სიტყვა m და r დაიყვანება b-ზე, ან being-ზე, ან ყოფნაზე. სადაც ეს სიტყვა ვარის ფუძე არ არის ყოფნა. ანუ სიტყვა ვარის ფუძე რა არის, მაგდენი ქართული აღარ მახსოვს. მაგრამ ყოფნა აშკარად არ არის. ყოფნა არის აი ზუსტად ეს ლემა. საიდან მოდის სიტყვა ვარ. გისმენთ? და რომელი როდის უნდა გამოვიხსენოთ? ხო, აი ეგ არის დამოკიდებული იმაზე, რა ამოცანას ჭრი. თუ ეხა ძალიან ისეთი თავსახე განსხვავება იყო language modeling-ში რატო არ უნდა გამოიყენო და თქვა კლასიფიკაციაში რატო შეგვიძლია რომ გამოიყენო. მაგრამ ეს ჯობია თუ ეს ჯობია, სავარაუდოდ ამის განსხვავებას მოგცემს ორივე შემთხვევაში, ესე და პროცესინგებული და ისე და პროცესინგებული
ნახო, ხოთ კლასიფიკაციის მოდელი დაატრენინგო მერე და შეადარო ერთმანეთს. დიდი სხვაობა არ ამგონია რომ იყოს ამ ორ რაღაცას შორის. პერფორმანსის კლასიფიკაციის ამოცანაში. ორივე ერთად იგივე მინას ემსახურება. ეს რაღაცები ინგლისურ და რაღაც შედარებით პოპულარული ენებში არის, იგივე NLTK-ში, რაღაც სამწუხაროდ ქართულში, ქართულისთვის ეს რაღაცები არ გვაქვს და არ გქონდა. სადაც აი როგორც გაჩვენეთ იმ კორპუსში, აი აქ. ზოგიერთ სიტყვას მითითებულიც კი აქვს. ამი აი ლემა. განაბრწყინვა. და ლემა იყო აი ეს, განაბრწყინვა. გამწენება. თუნდაც ფუძე კიდე სხვა რაღაცა. ესეთ კორპუსებში არის, მაგრამ ნუ როგორც თქვი, ესენი ხელმისაწვდომი როგორც წესი არა. ესე საჯაროდ და ისეთ natural language processing-ის tool-ებში, მაგალითად როგორც არის NLTK, ან კიდე მეორე არის Space-ი. ყოველ შემთხვევაში მე როცა ვიყენებდი, მაშინ ქართულიანი support-ი არ იყო. და მინახავს რომ ესე ხელით არის დაწერილი ფუძის პოვნის აი რაღაც ალგორითმად ხო შემიძლია დავწერო რომ აი ები რაღაც სიტყვას თუ ებით თავდება არის ვალობითი ნიშნის აღნიშნული და დაუშვა რომ ყველა ები მომაშორო სიტყვას რომ იმ мотивაციით რომ ფუძე მივიღო რაღაცნაირად. მაგრამ ხო ესე კარგად გამოცდილი მეთოდები ქართულისთვის არ აქვს და არ მინახავს ყოველ შემთხვევაში ბიბლიოთეკები გამზადებული რომელიც ქართულს ასაპორტებდეს. Okay. ხო, შეიძლება ცოტა ბუნდოვანება და არევა იყო იმაში, რომ ეს Ngram მოდელები კლასიფიკაციაში ხო არ გამოიყენება. Ngram მოდელი ჩვენგან განვიხილეთ ეს მარტო ტექსტის გენერაციის დროს, ანუ ტექსტის გენერაციის ამოცანა განვიხილეთ Ngram მოდელის გადაჭრის გზით. ისო ტექსტის გენერაციის ამოცანას უფრო გვიან ლექციებში ნახავთ სხვა ტექნიკების გამოყენებით, რომელიც ბევრად წარმატებულია და იგივე პრობლემები არ აქვს. აი კონტექსტის შეზღუდული ზომა და ასე შემდეგ. და მეორე ნაწილი ლექსიის რაც იყო, ეს იყო როგორ დავამუშავო ტექსტი სხვადასხვა ამოცანისთვის. მაგალითად, კლასიფიკაციისთვის შემიძლია ისეთი უხეში დამუშავებები გამოვიყენო, როგორც არის აი ეს ფუძეზე დაყვანა, lower case-ი, ლემატიზაცია, სტოპ-ვორდების წაშლა, ყველაფერი ისეთი, რაც ზედმეტ ინფორმაციას მომაშორებს და დამიტოვებს მარტო ისეთ სიტყვებს ან სიტყვების ფორმებს, რომლების მიხედვითაც მე შემიძლია ვთქვა რაღაც ტექსტი პოზიტიურია თუ ნეგატიურია. იგივე პროცესინგს ვერ გამოვიყენებდი მაგალითად იმის სათქმელად ტექსტი გრამატიკულად გამართულია თუ არა, იმიტომ რომ თვითონ ეს პროცესინგი ამახინჯებს ტექსტს. ამიტომ ამ შემთხვევაში არ გამოვაგებთ. არ გამოვიყენებ და ვთქვა რაღაც თარგმნის ამოცანაში საერთოდ აფეშვაში არა. მაგრამ ისეთი რაღაცები როგორც არის თქვა აი რაღაც უხილავი სიმბოლოებიდან გაწმენდა ნორმალიზება იმ თვალსაზრისით რომ თუ სიტყვებს შეიცავს რაღაც აი ზოგიერთ ენებში მახვილი რომ თვითონ 100-ზე არის ხოლმე აღნიშნული ფრანგულში, გერმანულში არის თქვა რუსულში იო როგორც იწერება ზოგიერთ შემთხვევაში აი ეგეთი ენების დროს იყენებენ გაწმენდის ტექნიკებს, რომელიც აი რაღაც მახვილებს და იმებს აშორებს, იმიტომ რომ ტექსტის აღქმისთვის მნიშვნელოვანი არა, შეიძლება წარმოთქმისთვის მნიშვნელოვანი იყოს. ხო. ამიტომ ეგეთი ტექნიკები ძალიან დამოკიდებული ამოცანაზე. ჩვენ language modeling-ის დროს გამოიყენება მარტო ეს ზედმეტი სიმბოლოების მოშორება, ტოკენიზაციაზე ვილაპარაკეთ და ეს სტემინგი და ლემატიზაცია და ეგეთი უხეში ჩარევები არ გამოიყენება. აი, ხელისთვის მეგონი აქ შეგვიძლია დავამთავროთ. ხო კი არა, შემდეგი ლექსია როცა არის, იქ ვილაპარაკებთ. მონახაზიც რომ გავაკეთოთ. იქ ვილაპარაკებთ, როგორ შემდგომ ლექციაში არანაირი მნიშვნელობა არ დაუთმეთ იმ. ანუ არ ვიცოდი ფაქტობრივად სიტყვის შინაარს. უბრალოდ სტატისტიკურად ხედავით, რომ აი ამ ასოების წყების მერე ეს ასოების წყება მოდის. ან ეს ასოების წყება თუ მაქვს, ეს რაღაც პოზიტიური ან ნეგატიური. ამ შემდეგ ლექციაზე უკვე მაგას შევსვით და ვეცდებით, რომ სიტყვები გადავთარგმნოთ რაღაცნაირად მნიშვნელობებში, სადაც ორი მსგავსი სიტყვა
ერთნაირ რეპრეზენტაციას მოხდენს. მაგალითად, სინონიმები გადაითარგმნება მსგავს სიტყვებს. ეს ერთი რაღაცა. მეორე ნახავთ, როგორ შეიძლება თუ ისა მაგ რა ქვია. დოკუმენტები მაქვს. ამ დოკუმენტების გარდაქმნა როგორ შემილია რეპრეზენტაციაში, ასევე მაგალითად დოკუმენტები როგორ შევინახო ინფორმაცია დოკუმენტის შესახებ. აი დოკუმენტი რა ინფორმაცია, რა ტექსტებს შეიცავს, ან ის შესახებაა და ის შესახებ არ არის. ეს მაგალითად მნიშვნელოვანია ძალიან ძებნის ამოცანებში. დაინდექსება ქვია თქო. და რა ტექნიკები გამოიყენება მაგაში. როგორ მივხვდე მე თუ დავსერჩავ ამ სიტყვას, უნდა მომიგდოს თუ არა ეს დოკუმენტი, ეს web page თქო, თან ეს სტატია, ეს აკადემიური ნაშრომი. ეს იქნება მეორე მნიშვნელოვანი რაღაცა და ხო, აი მაგ ორი რაღაცის გარშემო ვიტრიალებთ, ნახავთ ამ ორივე რაღაცის გამოყენებით, ანუ სიტყვების რეპრეზენტაციების გამოყენებით და დოკუმენტების რეპრეზენტაციების გამოყენებით, როგორ შემიძლია სხვადასხვა უკვე მანქანური სწავლების ამოცანების გადაჭრა. კლასიფიკაციის მაგალითზე, კლასტერინგის მაგალითზე, მოკლედ პრაქტიკაშიც გამოვიყენებთ უკვე მაგ რეპრეზენტაციებს. ეს არის მონახავს. ეხლა ამით დავამთავროთ.